უნდა ნახოს ბევრმა მშობელმა ეს პოდკასტი, ბევრმა მწვრთნელმა და ბევრმა ფეხბურთელმაც. ქართულ კაცის მოგება შეუულია და ესე იგი всё მაგრები ვართ ყველაზე. არა, ეგრე არ არის. რაში ჭირდება მათ კლუბს მენტალური მწვრთნელი თუ არ ყავთ? მენტალური მწვრთნელი როგორი პიროვნება, იცით, კლუბში ან ნაკრებში, რო არ ჩანს დაფარულია და მასზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს. ბევრი შეიძლება განაწყენდეს ან ვერ მიხვდეს გარკვეულობაშიც იყოს. უკვე პასუხი გაცემულია თქვენ კითხვაზე, რომ რამდენად არ არის, აქ მარტო ფეხბურთზე არ ელაპარაკი, საერთოდ ზოგადად ქართულ სპორტში. გაიტანს არ აღვნიშნო, აბა ეგ როგორ მოვიქცე გრანაირი გულშემატკივრობა. მშობლების მხრიდან ვიტყოდი, რომ აი მაგას აქში 10 წლის ჩათვლით უნდა იყოს სრული ჩაურევლობა. როგორ არის საქართველოში ეს მენტალური მდგომარეობა? უშუალოდ ეროვნულ ჩემპიონატთან მიმართებაში უფრო მტკივნეული თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ერისტკივილი შეიძლება იყოს ეს. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე და დღეს ჩემი სტუმარია დინამო თბილისის აკადემიის მენტალური მწვრთნელი დიმიტრი კალანდაძე. მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს და იმედი მაქვს, რომ საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. პირველ რიგში, რო განვმარტოთ მაყურებლისთვის, რას ნიშნავს მენტალური მწვრთნელი და ასევე ამავდროულად ვფიქრობ საინტერესო იქნება ფეხბურთელებისთვისაც შეიძლება ბევრმა პირობითად ვამბობ არ მინდა ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა შეიძლება ბევრმა პირველად გაიგოს რაღაცა ეს მენტალური მწვრთნელი ესეთი დასახელება. ასევე გასაგები იყოს, ასე ვთქვათ, მწვრთნელებისთვის, სხვა მწვრთნელებისთვის და ხელმძღვანელებისთვის რაში ჭირდება მათ კლუბს მენტალური მწვრთნელი თუ არ ყავთ. აი ეს რომ მიხვდნენ ესე რომ თქვა ყველა. პირველ რიგში მაინც უფრო გასაგებად რო ვთქვათ, არის ეს მენტალობის მწვრთნელი. აი ტოპ ქვეყნებში, ტოპ ლიგებში, გარკვეულწილად ისეთ ქვეყნებში, სადაც უფრო განვითარებული ფეხბურთი მეორე ლიგებშიც კი არის ძალიან კომპლექსური და სისტემური მუშაობა ფეხბურთელებთან მიმართებაში. და ზოგადად კლუბთან მიმართებაში. კერძოდ რას გულისხმობს? ეს არის 4 ძირითადი ბაზისური მიმართულებას გულისხმობს, რომელსაც ჩამოთვლი, ეს არის თქვათ ფეხბურთელი უნდა ვითარდებოდეს ტექნიკურად, ტაქტიკურად, და ცალკეულ მათგანს მე განვმარტავ ტექნიკური განვითარება, ტაქტიკური განვითარება, ფიზიკური განვითარება და მენტალური განვითარება. ეს 4 ძირითადი ბაზისური. რა თქმა უნდა, კიდე თანამედროვე გამოწვევებმა მოიტანა კიდე სხვა დარგების ჩართვა ფეხბურთელის განვითარების პროცესში, როგორიც არის ნუტრიციოლოგია. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მაღალი განვითარება მიიღო თანამედროვე ფეხბურთში ვიდეო ანალიტიკამ, რაც თქვათ იმაშიც კი აისახება, რომ ამაზე თვითონ მხოლოდ კლუბის ანალიტიკოსი არ ზრუნავს, არამედ თვითონ ფეხბურთელის კი დაახლოებით 13-14 წლის ასაკიდან, უფრო 13-დან თვითონ დამოუკიდებლად იწყებს თავის მუშაობას ამ კუთხითაც, ანუ თავის თამაშებს უყურებს, ჩანაწერებს, სასურველია იმავე დღეს არა მეორე დღეს, როცა უფრო დამშვიდებულად და დასვენებულ მდგომარეობაში მაშინ აკეთებს ანალიზს, თუ რა შეცდომები დაუშვა, რა გააკეთა კარგად, რა გამოვიდა ცუდად და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა მიკიდან ყველაფერი იქითკენ მიმყავს, რომ განვმარტო მენტალობის მწვრთნელი, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებების ჩამონათვალს განვმარტავ ცალკეული კუთხით. ტექნიკური განვითარება ფეხბურთელში გულისხმობს პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობას. თუმცა ახლა რასაც უყურებ, ძალიან მისტერია არის ამ კუთხით. ინდივიდუალური ცენტრები არის გახსნილი, ტექნიკის განვითარების თვალსაზრისით და დაყავთ იქ 8-9 წლის ბავშვებიც კი, ამაზე მე მოგვიანებით ვილაპარაკებ, უფრო გავშლილი, როცა გაიშლება თემები, მაგრამ ასე ვთქვათ, თავარი ეს ტექნიკის განვითარება, ამ შემთხვევით პირველ რიგში არის ფეხბურთელი საკუთარ თავზე მუშაობის თვალსაზრისით. ხდება, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ტაქტიკის მიმართულებას, ტაქტიკის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთავარ მწვრთნელს ევალება, რომ ბავშვებს თანდათან მიაწოდოს დოზირებულად, ასაკიდან გამომდინარე, არის სამწუხაროდ, მე ეგეც არ მინდა ჯერ გავშალო ეგ თემა, რომ პატარა ასაკშივე ძალიან ღლიან ბავშვებს ამ ტაქტიკური შინაარსებით და ასე ვთქვათ, უბრალოდ პასუხისმგებელი ტაქტიკის განვითარების თვალსაზრისით არის ეგრეთ წოდებული მთავარი მწვრთნელი, ვისაც ასევე ევალება სელექციისა და სელექციის მიმართულება და ვარჯიშების დათქმა. რაც შეეხება მესამე ფიზმომზადებას, ფიზიკურ განვითარებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ალბათ
არანაკლებ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აი საქართველოში რაღაც ისე არა, აი თავარი მწვრთნელი კი შეიძლება პასუხისგებელია ზოგადად კლუბის მდგომარეობაზე ან რაღაც მე აკადემიასაც მინდა შევეხო თუ იქ როგორი სიტუაციები აქვს კლუბის ცალკეული ასაკობრივი გუნდის ხელმძღვანელებს და თუ როგორ მოქმედებენ იქ ახლა არ მინდა რაღაც წინასწარ იარლიყებით ვისაუბრო მაგ თემაც იქნება ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომელსაც დღეს ალბათ შევეხებით და ასე ვთქვათ ეს ფიზმომზადების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხრივ რომ თანამედროვე ფეხბურთში ეს ფიზიკური მომენტი, ფიზიკური მხარე არის ერთ-ერთი წამყვანი. რა თქმა უნდა, მენტალურთან ერთად და მენტალურზეც მალე გადავალ. მენტალურთან და ტაქტიკურთან ერთად და ტექნიკა თავისთავად, თუმცა იქ პოზიციების დამიხედვით ტექნიკაც სხვადასხვა პოზიციაზე სხვადასხვა დოზირებით შეიძლება იქნეს წარმოდგენილი და გაშუქებული, თუმცა ეს ფიზმომზადება არის ერთ-ერთი კიდევ ვიმეორე ძალიან წამყვანი, რასაც დიდი ყურადღება წინა წლებში არ ექცეოდა და ძალიან ფოკუსში მოექცა ბოლო 2 ათეული წელია მინიმუმ, შეიძლება 3 ათეულიც კი სოფლიოში და გარკვეულწილად უკვე ეს აკადემიებზეც აისახა იმ ხრივ რომ აი სადღაც უკვე 11-12 წლის ასაკიდან აკადემიას გააჩნია დინამოს აკადემიაში უფრო 11 წლიდან, სხვა აკადემიებში უფრო 12 წლიდან საფუძველი უნდა ჩაიყაროს დიდი დოზით ფიზმომზადებას და ფიზიკურ განვითარებას, რაც შემდგომში აუცილებლად კვალს დატოვებს და იჩენს როგორც პოზიტიური კუთხით თუ ემზადება ბავშვი, თუ არ ემზადება ძალიან ასე ვთქვათ ეს ყველაფერი თავის საბოლოო კონდიციებზე ასახული იქნება მოზრდილ ასაკში. შეიძლება ითქვა 15-16 წლიდან დაწყებულზე, შეიძლება რაღაც გარკვეულწილად დაგვიანებულიც კი იყოს, თუმცა სულ არაფრობას ჯობია მაგასაკიდანვეც მოხდეს დაწყება. და რაც შეეხება აი მეოთხე მიმართულებას, მენტალურ მიმართულებას, ანუ მენტალობის მწვრთნელი გულისხმობს სპეციალისტს, რომელიც არის ესეთნაირადაც უწოდებენ სპორტულ ფსიქოლოგს და თავის თავში სპორტული ფსიქოლოგი თანამედროვე მოთხოვნებით, ევროპული მოთხოვნებით გულისხმობს 2 პროფესიის ერთდროულად ქონას, ეს არის ერთი მხრივ ფსიქოთერაპევტობას და მეორე მხრივ სპორტული კოუჩინგი. იმ სპორტის და მიხედვით იმ სპორტის, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგი, თუ ფეხბურთია, ფეხბურთის ფსიქოლოგი. თუ სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელია, იმ სპორტის სახეობის ფსიქოლოგი. ასევე თვითონ ფეხბურთშიც კი არის პოზიციური განსხვავებები. და იმდენად განვითარებული ეს ცალკეული ეს მენტალობის მწვრთნელობა, ასე ვთქვათ, თავისი მიმართულებები აქვს ევროპაში, ვთქვათ, განსაკუთრებით ესპანეთში არის ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული. არის ცალკე მეკარის ფსიქოლოგი ცალკე არის როგორც ასეთი მენტალობის მწვრთნელობის ერთ-ერთი მიმართულება. ცალკე შეიძლება ყავდეს ანუ მეკარეს დაცვით ფუნქციების შემსრულებელ ფეხბურთელებს და ასევე შეტევას კიდე ცალკე. ასევე მოედნის დამკვირვებელი მენტალობის მწვრთნელი, როგორც მოედნის დამკვირვებელი, მოედანზე რა ხდება რა ფსიქოლოგიური ატმოსფეროს უფევს როგორც სარეზერვო შემადგენლობაში და მწვრთნელების სტაფში, მწვრთნელთა სტაფში, ასევე მოედანზე ფეხბურთელებს რა მდგომარეობა აქვთ პროცესში, იქნება ეს პირველი ტაიმის შესვენება თუ მეორე ტაიმი. აი ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ საზღვარგარეთ, ასე ვთქვათ, შეიძლება ინდივიდუალურადაც ყავდეს ყველა პოზიციას თავისი მენტალური მწვრთნელი და ასე შემდეგ, ხო? აი საქართველოში როგორ არის ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ანუ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ანუ რამდენად ყავს ყველა კლუბს, ან თუ ყავთ რამდენი ყავთ? საქართველოს რეალობაში როცა მე დავიწყე მოღვაწეობა ახალგაზრდულ ნაკრებებში ფეხბურთის ფედერაციასთან მქონდა ხელშეკრულება გაფორმებული 2016 წლიდან მოღვაწეობდი. იმ პერიოდში იყო ორი გოგო, რომ ერთი საჯებს ტრენინგებს უტარებდა, ასე ვთქვათ, მენტალობის ამ კონკრეტულ მიმართულებაში იყო, საჯებთან ურთიერთობდა. იყო კიდე ერთი გოგო, რომელიც მწვრთნელებთან მუშაობდა უშუალოდ და არა ფეხბურთელებთან და იყო კიდე ერთი ასაკოვანი კაცი, რომელიც უშუალოდ ფეხბურთელებზე ორიენტირდებოდა. აი იმ პერიოდში 2016 წლის მდგომარეობით ეგ იყო და შემდგომ 4 ადამიანი, 4 ადამიანი და შემდგომ ეხლა ერთი მხრივ მაგ მხრივაც რაღაც პატარა პროგრესი გვაქვს, რომ აი თუნდაც დინამოს აკადემიაში მე 7 წელი ვარ, მე 8 წელი დაიწყო და აი 1 წლის წინ
ცოტა მეტი ხნის წინ მივიღეთ ბავშვი, ახალგაზრდა, ახალდამთავრებული, აი კოუჩინგის მიმართულებით, პლუს ამ ფსიქოთერაპიის ხაზითაც ჩააბარა და მაგასაც ანვითარებს მაგ მიმართულებას და მივიღებთ მისგან ძალიან კარგ კადრს საბოლოო ჯამში, ჯერ 23 წლის ახალგაზრდა. არის კიდე ერთი სპორტული ფსიქოლოგია, ასე ვთქვათ, მენტალობის მწვრთნელი, ისიც 1-4 წელია მოღვაწეობს, ისიც ახალგაზრდა და კიდე აი ამ პროცესში, აი ბოლო 1 წელიწადში ჩვენ ვცდილობთ ხარი დაუჭიროთ და შევუწყოთ ხელი კიდე ახალ, ასე ვთქვათ, ახალშობილ კადრებს ამ მიმართულებით. და 1-3-4 პიროვნება, ასე ვთქვათ, სამზადისშია, რომელმაც აი ეს თვეებია დაიწყეს. ხო, ეგ ძალიან კარგია, თუმცა შესაბამისად აი უკვე პასუხი გაცემული თქვენ კითხვაზე, რომ რამდენად არ არის, აქ მარტო ფეხბურთზე არ ლაპარაკი, საერთოდ ზოგადად ქართულ სპორტში, რომ რამდენად ეს მიმართულება არ არის. ის კი არა, წეგან რო საუბრობდი ფიზმომზადების მწვრთნელებზე, ამ კუთხითაც დიდათ ახლა დიდი რაოდენობა ჭირდება, თუნდაც აი აკადემიებს რაც ჭირდება, იმ რაოდენობის სპეციალისტიც არ არის, თვით ფიზმომზადების მიმართულებითაც კი. ვერ ვიტყოდი, რომ ახლა ასეთ თითოეულ ლოკაცი, როგორც მენტალობის კუთხით, მენტალობის მწვრთნელებთან მიმართებაში რაც თქვი ეს რაოდენობა, მაგრამ მაინც ძალიან მცირე რაოდენობის არის ეს ფიზმომზადების კუთხით სპეციალისტები. აი კიდე უფრო დეტალურად გკითხავთ. აი მაგალითისთვის ვიყურებს პირობითად რომ რომელიმე კლუბის ხელმძღვანელი ან რაღაცა მწვრთნელი ან ფეხბურთელი და აი მათთვის უფრო გასდა მას შესაბამისად გულშემატკივარიც უფრო გასაგები რომ იყოს აი რაში მჭირდება პირობითად რომ მენტალური მწვრთნელი ან კონკრეტულად თქვენ აი როდესაც მუშაობთ კლუბში ფეხბურთელთან თუ ასე შემდეგ აი კონკრეტულად რას აკეთებთ რაში ეხმარებით რა ასე ვთქვათ პრობლემების დაძლევაში ეხმარებით და ასე შემდეგ პირობითად რომ შეიძლება საქართველოში არ იყოს ამ ეტაპზე რესურსი მაგდენი რომ ყველა კლუბს ყავდეს თავისი ერთი მენტალური მწვრთნელი მაინც მაგრამ იქნება რაღაცა თუ დაინტერესებს და მიხვდებიან საჭიროებას იქნება იზრუნონ ჩამოყვანაზე ან რაღაცა სხვა ან გადამზადებაზე ან ასე შემდეგ. აი ეგ რო აუხსნათ თქვენ რას აკეთებთ აი ხედით კლუბში რაში დაეხმარებით მათ. სანამ კონკრეტულ ფუნქციებზე გადავიდოდე, ანუ ვიტყვი რომ ეს მიმართულებები იმდენად ბევრია მენტალობის თვალსაზრისით რომ კლუბს დაეხმარო ან აკადემიას დაეხმარო ამ რაოდენობას ჩამოთვლი და აი ბავშვებში არის ცალკე მიმართულება შეიძლება ანუ რესურსის თვალსაზრისით ანუ შეიძლება ერთი ადამიანი მაგალითად მე აკადემიაში ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი რომ აი ყველა მიმართულება შემეთავსებინა მაგრამ ერთი ადამიანს თორჭირდება ძალიან აი აკადემიებს ყავთ აი ევროპულ აკადემიებში არის ყველა საკობრივ გუნდს ყავს თავისი ერთი მენტალობის მწვრთნელი რომელსაც თავისი რამდენიმე სხვადასხვა ფუნქცია აქვს და ესე იგი შეიძლება ერთ აკადემიას ყავდეს თქვათ 8 ან 10 თავის თანაშემწეებით ასე ვთქვათ. ნუ მასალა არის სამუშაო ძალიან დიდი. ეხლა რაც შეეხება ფუნქციებს. ფუნქციები არის როგორც ფსიქოთერაპიული რაღაც ისეთი პრობლემების მოგვარებაში დახმარება როგორც არის მოედნის მიღმა საყოფაცხოვრებო პრობლემები, ასევე მოედანზე გაჩენილი თუნდაც შედარებით უფრო მძიმე ფსიქოლოგიური ფონი ან რაღაც კონკრეტული პრობლემა, რომელიც უშლის ხარისხში ხელს და რა თქმა უნდა ხარისხი შედეგთან პირდაპირ კავშირშია ფეხბურთელს. ასევე მშობლებთან მუშაობას გულისხმობს მენტალობის მწვრთნელის ფუნქცია, იმიტომ რომ პატარა ასაკში 12 წლის ჩათვლით განსაკუთრებით ძირითადი მუშაობა არის უფრო მშობლებთან, ვიდრე თვითონ თავად ბავშვებთან, იმიტომ რომ მშობლების ჩართულობის გარეშე მან ბავშვთან ისეთ დიდ ეფექტზე, ისეთ დიდ შედეგზე ვერ გადიხარ, ახლა მე შეიძლება მშობელმა დაანგრიოს ის, რასაც თქვათ შენ ბავშვთან ერთად რაღაც მშენებლობას წამოიწყებ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით, ასე რომ უფრო დიდი დოზით მან მშობლების მხარდაჭერა რაღაც დაახლოებით 12 წლამდე, 12 წლის ასაკამდე საჭირო. შემდგომ წლებში უკვე რა თქმა უნდა მშობლების ჩართულობა უფრო რა თქმა უნდა ბევრად ნაკლებია. და არის კიდე გარდა ამ ფსიქოთერაპიული და ამ პრობლემური მხარისა, რაც წეგან ვახსენე და ეხლა ძალიან არ გამიშლია ეს თემა, ეს პრობლემური მხარის თემა, არის კიდე განვითარებითი მხარე. ფეხბურთელს აი აუცილებელი კონდეს რაღაც კონკრეტული პრობლემები ან მინდორზე, ან მინდორს გარეთ, რომ მაინდამაინც იმაზე იყოს მუშაობა. არა, შეიძლება აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე ასრულებდეს ყველაფერს, აი გინდაც ავიღოთ, თქვათ ავიღოთ რონალდო, ავიღოთ მესი ან ნებისმიერი დიდი ვარსკვლავი. ისინი მაინდამაინც პრობლემებზე ორიენტირებულობის გამო არ მუშაობენ მენტალობის მწვრთნელთან
განვითარებაზე ხო ყველა ასაკს თავისი ყველა კონკრეტულ სიტუაციას რაღაც თავისი კონტექსტი აქვს. ხა შეიძლება რონალდო ხა კონკრეტულ განვითარებაზე ვერ მუშაობდეს თავის ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ იმის შენარჩუნებაზე, იმ დონის შენარჩუნებაზე და არა იმდენად თქვა რეგრესის შეჩერებაზე, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე და სხეულიდან გამომდინარე იმაზეც მუშაობა უკვე ძალიან მისთვის ძალიან დიდია, რომ დროში ესე ახერხებს კიდე ახალი გამოწვევების, რაც ასაკიდან გამომდინარე შემოუდის და რა თქმა უნდა სხეული თავისას ამბობს, ახერხებს ამ გამოწვევების ასე ვთქვათ, განეიტრალებას თავისი ამ მუშაობით. ანუ იქ ჩვეულებრივი ამბავი, იქ როგორც ერთ-ერთი მიმართულება მენტალობის წვრთნელი, ყველას ყავს როგორც პირადი, ისე გუნდში ყავთ, გუნდის მთლიან განწყობაზე რომ მუშაობს და ეს ერთ-ერთი ფუნქცია ეგეც არის მენტალობის წვრთნელის, რომ გუნდის მთლიან განწყობაზეც იმუშაოს, როგორც თამაშის წინ, ასე საერთოდ სავარჯიშო განწყობაზე და გუნდის ზოგად მენტალიტეტზე შეიძლება ამ კუთხითაც მუშაობა. ანუ ბევრი სხვადასხვა მიმართულებებია და ფუნქციებია, როგორც აღნიშნე, რაც საქართველოში რაღაც მეტნაკლებად რაღაცებს ვეჭიდებით. შეძლებს დაგვარად რა რესურსიც არის და დროის რესურსი. აი თუ სწორად გავიგე და არ ვწდები, მაგალითისთვის რო ვთქვათ ისე, ანუ შესაძლოა ფეხბურთელი უშუალოდ ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდეს ფიზიკურადაც რაღაცა ვარჯიშითაც და ასე შემდეგ, თუმცა თამაშის დროს რაღაც ვერ გამოხატავდეს ამ თავის უპირატესობებს და ამაში შეიძლება დაჭირდეს მენტალური მწვრთნელის დახმარება, რომ სტადიონზე, ესე რომ ვთქვათ, მინდორზე თამაშის დროს გადაიტანოს ეს, ასე ვთქვათ, გამოაჩინოს უფრო მარტივად მისი ძლიერი მხარეები, ხო? აი, ძირითადად თქვენი დაკვირვებით საქართველოში რა პრობლემები აქვთ ხოლმე ქართველ, ესე ვთქვათ, ფეხბურთელებს, რაღაცა ეს დებიუტია ხალხის რაღაც გულშემატკივრის წინ თამაშის პრობლემა, არ ვიცი, შეიძლება ძალიან სისულელებს ვკითხულობ, მაგრამ ანუ რა პრობლემებს აწყდებით ძირითადად თუ შეგიძლიათ? კი, აი კითხვა ორ ნაწილად რო გავყოთ, პირველ ნაწილს უპასუხებ ჯერ რომ ის რაც თქვით გეთანხმებით მაგაში, ანუ საკუთარი თავის ბოლომდე ვერ გამოვლინებაში იყოს დახმარების ხელი გაწყვეტილი და ასევე შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი კარგად გამოსდიოდეს და ერთ-ერთ გუნდის საუკეთესო წამყვანი და ლიდერი იყოს, მაგრამ ის კიდე უფრო დიდ განვითარებაზე მუშაობდეს, კიდე უფრო მეტზე. ოღონდ არა მარტო ფეხბურთელებზე ალაპარაკი წესით, ახლა კიდე არის ესეთი ფუნქციაც, რომ სტაფთანაც მუშაობს მენტალობის წვრთნელი, ანუ ისე ესპანურ მაგალითს მოვიყვან. საქართველოში ჯერ არ არის ეს კულტურა, რომ ჯერ მაგდონეზე, მაგ საფეხურზე ხა არ ვართ ასული, ხა სტაფთან დაждდეს მენტალობის წვრთნელი, ირგვლივ თავი წვრთნელი და თავის სტაფი შემოიკრიბოს და იქ წავიდეს მუშაობა ყოველ ტურიდან ტურამდე. აი ყოველი ტური თქვა, ყოველი თამაში ჩატარდა, ან თუნდაც აკადემიაში ასაკობრივების წვრთნელებთან კიდევ ცოტა უფრო სხვა სპეციფიკაა სამუშაო, მაგრამ დიდებთან საკლუბო ფეხბურთში აი მაგალითად ყოველი ტურის მერე მიდის გარჩევა თამაშის, არ აქვს მნიშვნელობა მოგებული, წაგებულის თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ეს თამაში მათთვის სასიხარულოდ თუ სტაფს გულისხმობ თუ სამწუხაროდ ყველავანი ხდება გარჩევა, დამუშავება, ან თუ კარგი იყო ეს თამაში, მიზეზებზე გასვლა, რამ გამოიწვია ესეთი კარგი თამაში, რამ მოახდინა, რატო იყო ესეთი ხარისხი ქონდა მაღალი ამ თამაშს და შედეგიც. ამ მიზეზის სიღრმისეული ჩაშლა და გაშლა და ეს ხანგრძლივი შეხვედრა, ეს არ არის რაღაცა 10 წუთიანი, 15 წუთიანი ანალიზი, ძალიან ღრმა. და აი ამ მიმართულებით წასვლა, რომ ამ მიზეზების, ასე ვთქვათ, შეგროვება, შემდგომ ამ მიზეზებში მთავარი ნომერ პირველი მიზეზი გამოკვეთა და დანახვა და გამოკვეთა, ნომერ მეორე, აი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავის ეფექტიდან გამომდინარე, რომელმა მიზეზმა განაპირობა ესეთი დიდი შედეგი, ესეთი დიდი ხარისხი, ან პირიქით, როცა უარყოფითი ცუდი შედეგით დასრულებულ თამაშზე მიდის ანალიზი. ანალოგიურად აქ ერთზე არ აქვს მნიშვნელობა, დადებითად დასრულდა თამაში თუ უარყოფითად მიდის ერთი მოცულობითი მუშაობა. აი მიზეზების გამოვლენის თვალსაზრისით და არის კიდე რაღაც სხვა მიმართულებები ამ მუშაობის პროცესში და აქ საქართველოში კულტურა არის, საქართველოში მოგებული თამაშის მერე არის ყველა განცხრომაში, კარგად ყველაფერი იგზია, ხუთიანზეა და თითქოს მოგებული თამაშის მერე ჩერდებიან, რომ აი კარგად არის ეს ყველაფერი როგორც დავგეგმეთ ისე გავაკეთეთ და ნუ შემდეგი თამაშს დავიწყოთ შემდეგი თამაშისთვის მუშაობაში. აი უკვე როცა შემდეგი თამაში შეიძლება იყოს წარუმატებელი, აი მერე უკვე იწყებენ აი აქეთი კითხულებას, აი რა ვქნათ და ხო მიზეზების ძიებას მერე ცდილობენ თვითონგან არ ცდილობენ
მაგრამ არ არის საკმარისი მარტო წაგებულ თამაშზე მიზეზების ძიება, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ანუ მოგებულ თამაშზეც უნდა იყოს მიზეზები. ანალოგიურად იგივე დონის სიღრმით და იგივე დონის ენთუზიაზმით მუშაობა, როგორც წაგებულზე არის. აი მენტალურად მან ჯერ მაქსიმალზე არ ვართ ასულები. აკადემიების დონეზე უფრო მან კიდე მე გავშლი მან ასაკების და მიხედვით წვრთნელებს რა ევალებათ, როგორ სადრაზე უნდა გააკეთოთ ფოკუსირება ასაკის და მიხედვით და მაგას მე შევეხები. და კითხვის მეორე ნაწილი უფრო ტკივნეული თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ერისტკივილი შეიძლება იყოს ეს ამ კუთხით, საფეხბურთო კუთხით გამომდინარე იქიდან, რომ გენეტიკურად მიმაჩნია მეც და ბევრს მიაჩნია, რომ ქართველებს შეგვიძლიათ ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე და ეს ორჯერ დამტკიც და მინიმუმ ასე ვთქვათ ორჯერ, ერთხელ ის 91 წელს თასის აღებით და არა მარტო თასის აღება, იქ იყო კიდე სხვა კარგი პერიოდები, კარგი წლები, მაგრამ ის იყო განსაკუთრებულად მწვერვალი, ყველაზე დიდი და აგერ ახლა თანამედროვე პერიოდშიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და პლუს იქიდან ჯგუფიდან გასვლა, ასევე 21-ის ნაკრებმაც გარკვეული შედეგები და ანუ რაღაც უიმედობაში რო ვიყავით გადავარდნილი, ეს მოიხსნა ეს პერიოდი, ჩაბარდა წარსულს და რაღაც თითქოს დავინახეთ, რომ შეგვიძლია. და ეხლა უკვე მეორე რადიკალებში ვართ გადავარდნილი, ბევრს ვითხოვთ ნაკრებისგან, კარგია რომ ვითხოვთ, ეგ არ არის ცუდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას დაუბრუნდები, რომ რახან ნამდვილად დადასტურებულად უკვე დავწმუნდით, რომ შეგვიძლია, ძალიან კარგი დონე გვაქვს გენეტიკურად ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, აქედან გამომდინარე, თავარი მიზეზზე უნდა ვიფიქროთ, სად არის თავარი მიზეზი დამარხული იმაში, რომ განვითარებაში რა გვიშლის ხელს? განვითარებაში ხელს გვიშლის ბავშვთა ფეხბურთში არასწორი მიდგომები. კერძოდ, ასაკის დამიხედვით ვამბობ, ანუ ჯერ ცოტა გადავხვდები და ვიტყვი, რომ შეცდომისში ვითარდებათ ფეხბურთელებს მიზეზთა გამო. ძირითადად რა არის ეს მიზეზები? მშობელი, წვრთნელი. კერძოდ, აი რომ უფრო გასაგები გახდეს, დავიწყებ სუსუ პატარა ასაკიდან და თანდათან ესე მოვყვები ზემოთ ამოვალ სუსუ მაღალ ასაკამდე. 7-8 წლის ფეხბურთელი, ზოგი 5 წლიდან შემოდის ფეხბურთზე, 6 წლიდან 10 წლის ჩათვლით არის მხოლოდ და მხოლოდ გართობა. მეცნიერულად ესეა დადგენილი ყურადღების სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც ბავშვს ფიზიოლოგიურად იმ ასაკში შეუძლია. და ის იმ სპეციფიკით მხოლოდ აი ეს ყურადღება არ არის ისეთ კონცენტრირებული მაგ ასაკში, რომ რაღაც ძალიან დაგიგდოს ყური, რაღაც ისე გააკეთოს, როგორც საჭიროა, თქვათ, შემდგომი ასაკის ფეხბურთისთვის, თქვათ, იგინაც 11, 12, 13 წლის ასაკისთვის, ის არ შეუძლია 5 წლიდან 10 წლამდე ფეხბურთელს. მხოლოდ გართობით უნდა შეიყვაროს მან ფეხბურთი. ანუ თავარი მიზანი 10 წლის ჩათვლით ფეხბურთელთან მიმართებაში მწვრთნელს უნდა გქონდეს, რომ როგორ შევაყვარო, ანუ კეთილი ვინებო, ისე ვიმოქმედო, რომ ფეხბურთი შევაყვარო ბავშვს. და არა ის რომ რაღაც თქვათ თამაში როცა არის, ჩემი ეგო წინა პლანზე წამოვწიო, რომ აი ახლა მე მოუგო თქვათ ვიღაცის გუნდს. ჩემი ასაკობრივ თქვათ 8 წლის გუნდი მყავს, ან 9 წლამდელთა გუნდი მყავს, ან 10 წლამდელთა გუნდი მყავს, ვცდილობ რომ ვიღაცა დავამარცხო. და ჩემი ეგო წინ წამოვა და რაღაც მგონია და ხო კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ შეცდომისში კიდე რა დროს ვითარდება გარდა იმ შედეგზე ორიენტირებულობისა, რომელსაც ახლა ვახსენებდი წვრთნელის მხრიდან, ასევე მშობლების კრიტიკა, მშობლები მუდმივად ელაპარაკებიან ბავშვებს ფეხბურთზე მაგასაკშიც. ესეთ კითხვას ესე კი არ უსვამენ, რომ აბა დღეს ვარჯიშის დროს ისიამოვნე, დღეს თამაშის დროს ისიამოვნე, აბა როგორი გაერთვე ისიამოვნე, ესეთ კითხვები არ არის 10 წლამდე დასმული. სულ სხვა ისეთი წნეხის შემქმნელი შეკითხვებია, როგორ გამოგივიდა, რამდენად კარგად ითამაშე და რატო არ გამოგივიდა, რაღაც ძალიან ისე უღრმავდებიან უმეტესობა მშობლებისა. თუმცა არის რაღაც შედარებით პოზიტიური მშობლების კატეგორია, რომელიც მაინც უბრალოდ ზედმეტად ესაუბრება, შეიძლება ნეგატიურ ჭრილში არ ესაუბრება, მაგრამ ზედმეტი საუბარიც უკვე წნეხის მომტანია მაგ ასაკში. იმიტომ რომ ბავშვის ფსიქიკა სხვანაირად თარგმნის და ასე ვთქვათ, კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამაც შეიძლება შეცდომისშიც განუვითაროს ბავშვს არის ის, რომ გარდა მშობლის და მწვრთნელის ფაქტორისა,
აი ეს ტურნირები ან თამაშები რომ მიმდინარეობს, იქ ესეთი დასწრება, ჟრიამული მოგება წაგებაზე, დიდი ემოციები, დიდი ფსიქიკური დარტყმები წაგებაზე, გოლის გაშვებაზე, მოგებაზე ესეთი გადაჭარბებული სიხარული, აი ესეც ძალიან ქვეცნობიერში ილექება ძალიან მძიმედ, ცუდად ბავშვში, რომ ეს წაგება არის ტრაგედია, ანუ რეალურად აკადემიის პრინციპი რა არის? აკადემიის პრინციპი არის, რომ ბავშვი განვითარდეს და საბოლოო ჯამში ამ განვითარებით მივიღოთ ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც გამოადგება პირველ რიგში ეროვნულ ნაკრებს. პირველ რიგში და ასევე საკლუბო ჩემპიონატს, საქართველოს ეროვნულ საკლუბო ჩემპიონატს. ან თუ თქვა უცხოეთში წავა, იმ კონკრეტულ კლუბში, სადაც წავა. აი აქ არ არის ეგეთი პრინციპი ზოგადად ვამბობ. ეხლა ეს დიდი ხნის ასე ვთქვათ პრობლემაა, მაგრამ პროგრესი გარკვეულწილად რაღაც დოზით არის. რა თქმა უნდა, ხო ვერ შევადარებ წინა აწლეულებს. გინდაც დინამოს აკადემიაში, ინტერის აკადემიაში, საბურთალოს აკადემიაში რაღაც პროგრესი ამ მიმართულებით, რომ მაინც განვითარებაზე ცდილობენ, რომ რაღაც დოზით იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა მაინც საკმარისი არ არის ეს. კიდე მეტად არის ეს საჭირო. და აი ეს თვითონ დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ, აი რაღაც აი ეს პრინციპია უფრო დღეს მე მოვიგო თამაში და ეს ემოციები ამ მიმართულებით კონცენტრირდება. თუნდაც იმ პატარა ასაკში სასაცილოა, ეხლა 8-9 წლის ასაკშიც კი ხდებოდა, ეხლა აღარ არის ლაპარაკი შემდეგ წლებზე. იმიტომ რომ შემდეგ წლებშიც ეხლა 17-ის ჩათვლით განვითარებაზე ორიენტირებულობა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეხლა პროცენტულობის გათვალისწინებთ, აი მაგალითად რას გულისხმობ ხე პროცენტებში, აი თქვა 10 წლის ჩათვლით თუ კი მხოლოდ გართობა და მხოლოდ ის მიზანია, რომ ფეხბურთელს შევაყვაროთ ფეხბურთი, მწვრთნელი რო ვარ და მშობელი რო ვარ, შემდგომ ასაკში უკვე შემოდის, განსაკუთრებით დინამოს აკადემიაში ხა U12-დან უკვე არის დიდ მოედანზე გადასვლა, U11-ში უკვე ფიზმომზადების კუთხით განვითარება შემოდის უკვე ამ მიმართულებით. და ინდივიდუალურ ცენტრში კარგი იქნება რომ ბავშვი ატარონ, რომ მერე შეძლოს U12-ში დიდ მოედანზე ადვილად ადაპტირება და იმ სიტუაციის იმ გამოწვევების აბსოლუტურად განეიტრალება, რაც იქნება U12-ში. შემდგომ უკვე ტანის აყრაც არის U13-ში, U14-ში და ეს უკვე სწრაფი აყრა რაღაც თავის პრობლემებს იწვევს, შეიძლება რაღაც დაიკარგოს აი ეს სისწრაფე ან რაღაც მოქნილობაც კი მაღალი სწრაფი გაზრდა და ზოგადად სხეულის ცვლილებები სწრაფიც რომ არ იყოს საბოლოო ჯამში რაღაც ფეხბურთელის პოზიციის შემცვლელის შეიძლება აღმოჩნდეს. აი მაგალითად ვიღაც ცენტრალურ მცველად შეიძლება თამაშობდეს 12 წლის ასაკამდე, მე 13 წლის ასაკში 14 წლის ასაკში შეხედონ კიდე რომ აბა თუ გაიზარდა 14-15 წლამდე შეიძლება დაელოდონ, თუ არასაკმარის სიმაღლე იქნა, მას მოუწევს პოზიციის ცვლილება. ნუ ეხლა მეკარეზე უკვე აღარ ვსაუბრო. ხო და ამ ხრივაც ეხლა მენტალურად უნდა შეამზადო ბავშვი. ეხლა ესეც ერთ-ერთი ფუნქციაა, რომ წინასწარ მეკარემ უნდა იცოდეს იმ 12-13 წლის ასაკში, რომ აი რაღაც სიმაღლეს თუ არ მიაღწევს, შეიძლება უკვე ის იმ დონის კლუბში და იმ დონის სიმაღლეზე ვერ ითამაშოს. მოთხოვნები ესეთია თანამედროვე ფეხბურთის სიმაღლესთან მიმართებაში სამწუხარო ცოტა ხისტი მოთხოვნებია. განსაკუთრებით მეკარის თემატიკაში და ცენტრალური მცველების თემატიკაში სიმაღლის საკითხებში რაღაც ხისტი მიდგომაა და ეს ევროპიდან მოდის ესეთი მიდგომა. პრინციპში გავაგრძელებ ისევ იმ თემას, ესე იგი ასაკობრივად თანდათან ბავშვი რო იზრდება, ისო განვითარებაზე ორიენტირებულად ძალაში რჩება, თუმცა შემოდის აი მხოლოდ ეს მარტო ეს გართობის ელემენტები, რომელიც იყო 10 წლამდე და მხოლოდ შეყვარებაზე რო ვიყავით ორიენტირებულები, შემდგომ რაღაც უკვე სწავლებაზე რო აი ეს ოღონდ ისეთი მიწოდებით, რომ ფეხბურთელისთვის არ იყოს ეს წნეხი და სიამოვნება მაინც თამაშისგან და ვარჯიშისგან არ დაიკარგოს და თანდათან მიწოდებული იქნება რაღაც გარკვეული ელემენტები მწვრთნელის მხრიდან და თანდათან უფრო განვითარებაზე ორიენტირებლობის მომენტი მკვეთრად 11-12 წლის ასაკიდან შემოდის. და შემდგომ ასაკის ზრდასთან ერთად უფრო U17-ისკენ და განსაკუთრებით U19-ში შედეგზე გარკვეულწილად რაღაც შედეგზე ორიენტირებულობა რაღაც პროცენტით უკვე შემოდის. ეხლა ძალიან გამიგზავნა სიტყვა, ანუ შემდგომ სხვა კითხვებზე უფრო შემდგომ ისევ გავშლი, მაგრამ აი პრინციპი დაახლოებით მინდოდა მეთქვა როგორი იყო ეს ზრდასთან მიმართებაში. საბოლოო იზრდებიან ესე რომ თქვათ და აი ხა თქვი რაც ჩამოთვალთ ამ ეტაპებს ამ დაცვით საქართველოში ნაკლებად გადის ხო ფეხბურთელი. ალბათ აქედან გამომდინარე ჩნდება შემდეგ პრობლემები
უკვე საუბრობთ კლუბში, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი თამაში იღებს მონაწილეობას, ხო? კი, აი ზუსტად ეგ ვახსენე, ყველა ასაკობრივს რომ თავისი გამოწვევა, თავისი პრინციპი აქვს, აი რო ვახსენე ეს ბავშვობიდან 10 წლის ჩათვლით, რომ გართობით სწავლა და ასე ვთქვათ შეყვარებაში კიდე რა მინდოდა რა საკითხი გავშალო, რომ შეყვარების პროცესში ზოგმა ფეხბურთელმა ბავშვმა შეიძლება მიხვდეს იყო ესეთი მაგალითი, რომ ნუ ბავშვი დადიოდა ფეხბურთზე, ნუ საკმაოდ უყვარდა ფეხბურთი, მაგრამ აი ბოლომდე მთლად სიამოვნებას ვერ იღებდა. თან ახლა ისეთი მაგალითი მომყავს, რომ მან მშობელი საერთოდ არ იყო ჩარეული და მწვრთნელიც ნორმალური ყავდა რა, ესეთი თვალსაჩინო მაგალითია ეს. და რაღაც ბოლომდე ვერ შეიყვარა მაინც ფეხბურთი და თითქოს ეჭვი გაუჩნდა, რომ აი რაღაცა კალათბურთისკენ, რომ აი ხო არ ჯობია, რომ აი მე ფეხბურთს ეხლა შევეშვა, რაღაც თვალ ისე ძალიან წარმატებულიც არ იყო ეხლა ეს ფეხბურთელი, მაგრამ არც წარუმატებელი, ანუ საშუალო დონის ნორმალური თავის ასაკთან შედარებით ნორმალურად ვითარდებოდა. ახალი შესულიყო სხვა შორის ფეხბურთზე 1 წლის. და აი რაღაც ვერ აი ისე ბოლომდე ვერ შეიყვარა, გადავიდა კალათბურთზე, იქ მეტად გაიხსნა და მეტად წარმატებული გახდა. ანუ რის თქმა უნდა, რომ აი ამ 10 წლის ჩათვლით ეს შეყვარების პროცესი რომ არის და ეს ასე ვთქვათ თამაშით სწავლა რომ მიმდინარეობს, იქ შეიძლება ბავშვი რაღაცას მიხვდეს, ეხლა თუ რაღაც მშობლის არ იქნება დიდი ჩარევა, რომ მშობლის ხათრი, ხა ბევრ მშობელი რაღაცა აგრძნობინებს, რომ უნდა რომ თავის შიული ფეხბურთზე შევიდეს და შეიძლება იმას ფეხბურთი იმდანად არ უყვარდეს, ეხლა რაღაც დოზით რა თქმა უნდა იყარება, რაღაც დოზით, მაგრამ შეიძლება სხვა ის დოზა არ იყოს საკმარისი და შეიძლება სხვა სპორტში უფრო წარმატებული იყოს და სხვა სპორტი უფრო უნდოდეს თვითონ გააცნობიეროს, რომ ეს არ არის მისი. იმ შეყვარების პროცესში უნდა გამოიკვეთოს, ვინ არის რეალურად ფეხბურთში, ვინ შეიყვარა დიდი დოზით, ვინ არ შეიყვარა. ეს ისეთი ასაკი მან ჩანს და მე უკვე წარმატებაც მაგაზია მიმული. ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს თავი. ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს და მე უთერთმეტში და აქ ბავშვი ვინ გადააწყვეტინებს, იქ მშობელი წყვეტს მან მაგას, მაგ თემას უშუალოდ მშობელი წყვეტს და შეიძლება იქ რაღაც დოზით მწვრთნელმაც იმონაწილეოს რაღაც, ნუ მაგრამ მან უფრო მშობელი ფიგურირებს და მე უკვე უთერთმეტში, უთორმეტში უკვე განვითარებაზე ორიენტირებული ხდება ბავშვი და ეს მარტო გართობა აღარ არის, ფიზმომზადების ელემენტები შემოდის, თუ როგორც აღნიშნე, უთერთმეტი ასაკიდან და კიდე ერთი ხაზგასმა უნდა გავაკეთო, რომ ეს მისტერია რო ახსენე ინდივიდუალური ცენტრების ტექნიკასთან მიმართებაში. კი, კარგია, მაგრამ ეხეთ ნახეთ რა მომენტია, რატო ვთვლი, რომ მაინც ეს ძალიან ტვირთავს ბავშვს, იმიტომ რომ ბავშვი დადის სკოლაში იქ ბავშვი ზოგი გახანგრძლივებულშია, ზოგს თუნდაც გახანგრძლივებულში რო არ იყოს, მაინც ბევრი საათები გამოვდის იქ ყოფნა, მე იქ მშობელს მოკლედ ისიც უნდა, ესეც უნდა, ყველაფერი უნდა რა. ესე იგი ნახეთ, მშობელ აი საკმაოდ დიდი ნაწილი არის ესეთი, 8 წლის, 9 წლის ბავშვის გრაფიკი წარმოიდგინეთ. დადის სკოლაში საკმაოდ მრავალი საათით. მე დაყავს როგორც ინდივიდუალურ ცენტრში ტექნიკის განვითარებაზე, ფიზმომზადებაზე არ დაყავს, გასაგებია, ნუ მაგ ასაკში დიდად არც არის საჭირო. ტექნიკის განვითარებაზე პლუს დაყავს ინგლისურზე, დაყავს კიდე რაღაც მათემატიკაზე, რაღაც წრეებზე, პლუს გაკვეთილების ჩაბარებასაც და სწავლას თხოვს და აკონტროლებს ამ ყველაფერს მშობელი და ბავშვი არის ძალიან გადამწვარი, ვერც ფეხბურთში ვერ აქვს ხარისხი ვარჯიშების პროცესში. თამაშზე თავისთავად ზრდა შეიმჩნევა, სიყვარულის ნაკლებობაც კი შეიმჩნევა, იმიტომ რომ ესეთი გადამწვარობა უკვე ყველაფერში ხარისხს აგდებს იმ სკოლაშიც, იქაც და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა კიდე კარგია რომ გამახსენდა, რაც ამას მშობლებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმო. ეგ მშობლების არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, ზედმეტი უკვე გადაწვას იწვევს, ეგ კონცენტრაციის დაქვეთ ისედაც მაგასაკლის ბავშვს 10 წლის ჩათვლით, 11 წლის ჩათვლით არის ყურადღება არ აქვს იმდენად გრადი, რომ ესე ამდენ რაღაცას მოედნონ და ყველაფერში ხარისხი დაიჭირონ. ძალიან რთულია, იქ ბევრი ფაქტორები, იქ რეჟიმს არ შევხებივარ, არის ძილის ფაქტორი, თავის საათობრივი ჭრილში ნორმალური კვება, დასვენება, გართობა ამ ვარჯიშებთან და სკოლასთან ერთად ეს ყველაფერი უნდა შეთავსებული უნდა იქნეს, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით უნდა იქნეს ეფექტური გრაფიკი გაწერილი, რაც სამწუხაროდ დიდ ნაწილს არ აქვს, თუნდაც მაგასაკში, აღარ ვლაპარაკობ იქ 11, 12, 13 წლის ასაკზე. იქ კიდე შეიძლება უფრო მდგრადი იყოს ბავშვი, მაგრამ იქაც საკმაოდ დიდი გადატვირთვა აქვს. არის რუტინაში კიდე ეს ამ ფაქტორსაც შევეხები. ისეთი დიდი რუტინა აქვს ზოგ ბავშვს ერთფეროვნებაშია, სკოლა, ფეხბურთი, ვარჯიში, სკოლა, ფეხბურთი, არაფერი სხვა მის ცხოვრებაში არ ხდება. და ანუ ამ ერთფეროვნებაში ყოფნისას ხარისხით ვარდება.
რაღაც მოგვიანებით ასაკში უკვე 13-14 წლის ასაკში ეს ერთფეროვნება უკვე აგდებს ხარისხს. ერთად კითხავთ ეხლა რო არ გამოვჩეს ბავშვთა ფეხბურთთან დაკავშირებით და თქვენს ახსენეთ ბევრი შეიძლება განაწყენდეს ან ვერ მიხვდეს გაურკვევლობაშიც იყოს. აი ესე ორ ნაწილად დაგისმევთ შეკითხვას. პირველი, რამდენად შეათ გსმენიათ, რომ აი დავუშვათ მწვრთნელის და მშობლის ზედმეტი აქტიურობიდან გამომდინარე ბავშვს შეზიზღებია ფეხბურთი და გამოსულა და ზოგადად როგორ უნდა მოიქცეს მშობელი აი რა შეცდომები მეც ახლა პატარა ვყავს და გულწრფელად ვიტყვი რომ იყო პერიოდი როდესაც რაღაცა ესე ვთქვათ რომ გამოდიოდა ოღონდ არც რა თქმა უნდა არც ჩხუბით არაფერ უბრალოდ აი სულ ელაპარაკებოდი ფეხბურთზე რომ აი ესე უნდა გექნა ესე უჯობესი ამაზე იმუშავე ანუ მაგრამ მე მივხვდი სადღაც მე თვითონ რომ ანუ ბავშვი არა ესე ვუბნები თან მეც ხარ რომელი პროფესიონალი და რადიკალურად შევცვალე დამოკიდებულება და ეხლა ანუ საერთოდ არანაირ პირიქით ანუ რო გამოდის მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ ველაპარაკო ფეხბურთზე უბრალოდ თვითონ რაღაც თუ მკითხავს კი კაი ბიჭი იყავი რაღაცა მაგარი ხარ ეგრე გაგრძელე და მე დავუშვათ ვამბობ მეორე დღეს მესამე დღეს როდესაც ფეხბურთი არ აქვს თუ რაღაცა ისიც საუბარმა მოიტანა და თვითონ დაინტერესა ან რაღაცას ვიდეოს უყურეთ, მაგ შემთხვევაში უმახვილებ ხოლმე ყურადღებას. რამდენად სწორია ჯერ ეს მაინტერესებს ჩემი ეს დამოკიდებულება და კიდე ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე ასე ვთქვათ ამ მშობლების ზედმეტ აქტიურობას ამ ასაკში მით უმეტესად პატარა 6, 7, 8, 9, 10 წლის ასაკში, აი როგორ უნდა მოვიქცეთ, რა შეცდომებს უშვებთ, რომ რაღაცა არ დავძაბოთ და არ შევაზიზღოთ ფეხბურთი. მშობლების მხრიდან ვიტყოდი, რომ აი მაგ ასაკში 10 წლის ჩათვლით უნდა იყოს სრული ჩაურევლობა აი თვითონ საფეხბურთო შეფასებების თვალსაზრისით ან რაღაც მოდი უყუროთ, ეხა ჩავრთოთ და რაღაც ეს არ არის საჭირო, უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. სიამოვნებაზე აი როგორ გაერთვე, რამდენად კმაყოფილი იყავი დღეს, არა იმით რომ აი რა გააკეთე და რამდენი გოლი გაიტანე, ამაზე ხაზგასმები არ არის საჭირო. უბრალოდ რამდენად ის სიამოვნე აი რაღაცა გუნდი აი ბავშვებითაც ბურთთან ურთიერთობა თუ მეკარია, აი მეკარეს თავისებურად ცოტა მეკარები, ცოტა სხვა ბავშვობიდან რაღაც ცოტა სხვანაირი მიდგომა ჭირდებათ მათ. ანუ რაღაც უფრო აი სიამოვნება, გართობა და ის გუნდური სულისკვეთება, აი რაღაცა ბავშვებთან, მეგობრებთან თუ გაერთვე ერთად როგორ ითამაშეთ, რა გააკეთეთ, აი არა შედეგზე, არამედ გართობა რამდენად გამოგივიდეთ, რამდენად შედგა გართობა. აი ამაზე აქცენტი და თუ თვითონ ბავშვი თავისით რაღაცა იქ ცოტა უკმაყოფილება დაინახეთ, რომ იქ მაინც ბავშვია და რაღაც იგრძნო ემოციურად თუდად შეეხო რაიმე საკითხი, ან წაგება ან რაიმე სხვა, ან პატარა ტრამვა რაღაც ტკენა ფეხის მან გამხნევება და ხარში დგომა და ხარის დაჭერა. ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში 10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს როგორ უნდა მოეპყრონ მშობლები. აი ხა შეიძლება ბევრმა მშობელმა ისიც იფიქროს, რომ აი წეგან თქვენ თქვით, რომ აი ტურნირებზე რაღაცა ზედმეტი აქტიურობა და შეძახილები და ასე შემდეგ და ბევრმა შეიძლება ისიც თქვას ეხა რომ როგორ ეხა ჩემი შვილი დაუშვათ 9 წლის არის, რაღაც ტურნირში იღებს მონაწილეობას და როგორ არ გულშემატკივრო გოლი რო გაიტანს არ აღნიშნო, აბა ეგ როგორ მოვიქცე გრანაირი გულშემატკივრობა შეიძლება ბევრმა ეგ კითხვა დასვას და ძალიან ბევრი იქნება ესეთი რა პასუხი ესეთია რომ ეგ კი გოლის გატანაზე და რაღაც გარკვეულად რაღაც ისეთ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ემოციის გამოხატო, მაგრამ მან ფაქტიურად არის პულტით მართვა ბავშვის ხშირ შემთხვევაში მშობლიდანაც, მწვრთნელებისგანაც, სხვათა შორის ზოგადად ვამბობ, ხა არ გმოვდები ხილება ზოგიერთ აკადემიაში, თქვა დინამოში და ინტერში და ეს რაღაც ამხრივ ინსულა გვაქვს, არის მწვრთნელები, რომლებიც პულტით არ მართავენ ბავშვებს. მაგრამ მაინც მასობრივად საქართველოს დონეზე რო ვილაპარაკ და რაიონების დონეზეც რო ვილაპარაკ, სოფლების დონეზეც, აი ძალიან მაღალი პროცენტით ცდილობს, რომ უკარნახოს პროცესში ბავშვს პატარა ασაკშიც. მშობელის და მშობელს ხა იმდენად ვერ ახერხებს, შეიძლება წუთალი გაღიზიანდეს ამაზე. თუმცა არის შეძახილება ცალკეული ეპიზოდები, რომ შეიძლება ბავშვმა ესეთი კურიოზიც მომხდარა სხვა გადაცემაშიც მithქვამს, რომ ბავშვმა მითხრა, რომ ძალიან დავიბენიო, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემმა მშობელმა სხვა დამიძახა და მწვრთნელმა სხვა, ანუ მწვრთნელმა დაარტყი დამიძახა, პირიქით მშობელმა დაარტყიო და მწვრთნელმა პასიო.
ესე დამიძახაო და იმ მომენტში ხა შობლის ავტორიტეტიც მაღალი ქონდა მაგ ბავშვს და რაღაც გაორდა და მწვრთნელიც ძალიან უყვარს და მოსწონს თავის მწვრთნელი გაორებული იყო აი ვერ ხვდებიო დღემდე ჩემ თავს ვეკითხებიო რომ რა იყო ეს რა მოხდაო და მე მკითხა რა ეს აუხსენი მე ასე ვთქვათ ის რომ მარტო გოლზე და რაღაც ალკეულ ვითარებაზე რაღაც ემოცია გამოიხატოს ზომიერების ფარგლებში არავინ წინააღმდეგი ამაზე არ არის მაგრამ სულ აი ყოველ ნაბიჯზე სულ კარნახი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ხომ უნდა ჩამოყალიბდეს ბავშვი რაღაც ეტაპზე და თუ მუდმივად სულ ანშიში ექნა რომ აი მე რო გადავწყვიტო ისინი რა სიტყვიან მაგალითად ან მშობელი ან მწვრთნელი ეს ამან შეიძლება შესტომისში განუვითაროს ან კიდე შეიძლება დამოუკიდებელი გადაწყვეტილების დროს იქ წამის ინსტიტუტებში რო წყდება ეს გადაწყვეტილება შეიძლება იქ დაახანოს იმიტომ რომ twin center-ი ეგრე მუშაობდეს იმ დაძახებების და იმ პულტით მართვის პირობებში ეხლა უბრალოდ ეს ძალიან ღრმად არ მინდა გავშალო რომ ცოტა გაუგებარი იყოს ძალიან ჩემ დონეზე სპეციფიკები რომ ჩემ პროფესიულ დონეზე რომ ძალიან სპეციფიკებში შევიდე შეიძლება უფრო გაუგებარი აღმოჩნდეს უფრო მარტივი ენით ვცდილობ რომ განმოვცე ჩემთვის გასაგებია და იმედია მაყურებლისთვისაც ასე ვთქვათ მშობლები დღეს არ მინდა შეცდომა რო ვთქვა მაგრამ აი რა შეუშლით ხელს რა შეიძლება შევუშალოთ ბავშვს განვითარებაში აი ეს რაც უნდა გავითვალისწინოთ აი გასაგებია აი მწვრთნელების ნაწილზე მინდა რომ გკითხოთ იმიტომ რომ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მაინტერესებს ამ პატარა ასაკიდან დაწყებული აი მაქსიმუმ შეიძლება იყოს რა შეცდომებს უშვებენ დღევანდელი რეალობაში და რა უნდა გაითვალისწინონ რომ მაგალითად შეიძლება მსმენი აი თქვენაც ვკითხო ზედმეტად მომთხოვნები ზოგი მწვრთნელი არის ზოგი რაღაცა ტაქტიკური ზედმეტი დავალება ან შემდეგ უკვე მაღალ ასაკში ფეხბურთელმა სულდად ითამაშა ან რაღაცა უშუალოდ ავტოგოლი გაიტანა მაგალითად ან ხო ხდებით ამ ძალიან ესეთი ბუნებრივი მომენტები ასე რა დროსაც შეიძლება მწვრთნელმა შეცდომა დაუშვას აი თქვენ რას ურჩევთ მწვრთნელის ძირითადი შეცდომები ცოტა მაღალ ასაკში რომ ამოვიდე თქვათ U11 U12 U13-დან დაწყებული არის აი ესე იგი რა რომ ჩამოვთვალოთ თამაშის პროცესში ცალკე სხვა პრობლემებია და მინდორს გარეთ კიდე სხვა პრობლემები ანუ უпростоრ მინდორს გარეთ კიდე ვარჯიშის პროცესში თამაშის პროცესში არის აი ეს ემოციების ვერ მართვა მწვრთნელის მხრიდან და მუდმივი ან გამოხატვა ემოციის ყვირილის სახით რაღაც გაფუჭებულ მომენტზე ან თუნდაც რაღაც ისეთი შეურაცხყოფელი თქო ვერ ვიტყვი ახლა მაგ ეტაპი დაუძლიეთ იყო 90-იანებში რომ გინებით თავდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ რაღაც ისეთი შინაარსის თქმა რომელიც ბავშვისთვის მაინც დამამცირებელია ბავშვი ქვია თუნდაც 12, 14, 15 წლის მოზარდს და ასევე არის ეს კარნახის მომენტი რას თქვი რაც ძალიან ასე მაგასაკშიც ასევე მავნებელია ესე კარნახსაც ხომ გააჩნია როგორ უკანახი უკვე ჩავლილ მომენტზე თქვათ რაღაც შეიძლება პოზიციური კარნახი მოხდეს აი თქვათ რომ დაბრუნებისას აი თქვათ იქ პოზიცია თუ აქ დაკარგული ფეხბურთზე რაღაც უკანახო მიაძახოთ აი იმიტომ რომ ეს რაღაცაში ხელს არ შეუშვებს და ეს როცა ბურთთან არის ბურთი როცა მიაქვს ფეხბურთს მაგ დროს კარნახი დაუშვებელია ყველანაირად იმიტომ რომ იმ თავის აუთენტურობას და თავის ყურადღების კონცენტრაციას ვაკარგვინებთ აქედან რაღაც ჩაცდეს ყურში თუმეტეს ესეთი ხმამაღალი დაძახილები აქვთ მწვრთნელებს აი მაგ დროს კატეგორიულად დაუშვებელია ძახილი შეიძლება აი მხოლოდ რაღაცა უბურთო ფეხბურთელს რაღაც პოზიცია თუ რაღაც დაკარგა მაგ დროს 13, 14, 15 წლის ფეხბურთელს დაუძახოს თელმა და შეახსენოს პოზიცია ამაში პრობლემა არ არის არანაირი ეს ასე ვთქვათ თამაშის დროს მათი ძირითად შეცდომები რაც არის ეს არის ნუ სხვას კიდე არ გავამახვილებთ სხვაზე ყურადღებას იმდენად და რაც შეეხება ვარჯიშის პროცესში საუბრები ინდივიდუალური თუნდაც თითო ფეხბურთელთან რაღაც 5 წუთიც რო გაგრძელდეს რაღაც ისეთი უთხრას ზოგი თქვა ძირითადში ვერ ხვდება მაგას განიცდის ზოგს რაღაც გონია რაღაც არ გამოსდის ვარჯიშებზე და თამაშზეც არ გამოსდის ის ხარისხი რასაც თავისგან ითხოვს რაღაც აი გამხნევება რაღაც აი დაინტერესება ვარჯიშისადმი რომ აი რო ატყობს რომ აი ცოტა გულაცრუებული და თავდაუჯერებელი აი
ინდივიდუალური მუშაობაც ის მცირე არ ვამბობ ხა იმ საათებში ხა სესია გრძელდება 45 წუთის განმავლობაში 45 წუთი თითოეულ ბავშვს რო დაუთმოს ამის შესაძლებლობა არც აქვს მწვრთნელს და არც იმხელა мотиваციაც არ აქვს მაგასაკში ხელფასებიც არ აქვს იმხელა რომ ხა თითოეულ ბავშვს ამხელა თვეში რომ ერთ ბავშვს ერთი 45 წუთიანი შეხვედრა ჩაუტაროს ან თუნდაც 20-25 წუთიანი ამის შესაძლებლობა არ აქვს მწვრთნელს არც სათანადო როგორც თქვი мотиваცია და დაინტერესება ხელფასიდან გამომდინარეც ზოგს ახლა კვალიფიკაციაც არ აქვს ახლა მაგ კიდე ცალკე თემაა რომ კვალიფიკაცია ახლა რატო არის ესეთი დაბალი თქვა დაბალ ასაკში არა მარტო მხოლოდ იმიტომ რომ თქვათ არ არის ხელფასების არამედ ძალიან მოდინება არის დიდი აი მოთხოვნადია ძალიან ბევრი ფეხბურთელი ბავშვი შემოდის ფეხბურთში აი ხუჩაკო არაცხელის ამ წარმატებების მე და კიდე რომ მოყვა სხვა წარმატებები ნაკრების და ასე შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობით არის მოდინება და აი მწვრთნელების სიმცირეა და მაინც ხელშეწყობა ყველანაირად რომ მოდით და დასაქმდით ასე თქვათ იქ წელი ლიცენზიაზე არის რაღაც გარკვეული შეღავათი იქ აკადემიებიც ცდილობენ რომ რაღაცა ძალიან წნეხში არ მოაქციონეს ახალშემოსული მწვრთნელები რადგან მაინც უნდათ რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდეს და აი ეს კვალიფიკაციის ნაკლებობა და ცოდნის ნაკლებობაც არის ხოლმე განაპირობებს მაგრამ ზოგი ხა ცოდნას რო ღებულობს როგორ უნდა მოექცეს ბავშვი იმ ასაკში იმ ასაკობრივ კატეგორიაში მწვრთნელი რო ამ ცოდნას იღებს ემორჩილება იმ ცოდნას ვითარდება და განვითარებაზე ორიენტირებული ხდება თვითონ მწვრთნელი და უფრო სისტემა ესეთი უნდა იყოს ჩემის აზრით აკადემიებში და სკოლებში რომ უნდა იყოს გადამზადებული 1-3-4 მწვრთნელი აკადემიაში თქვა თუნდაც საჩვენებლად ერთი პატარა ასაკის ერთი ცოტა უფრო მოზრდილი და ერთი ცოტა უფრო დიდი და თქვა მეოთხე იყოს თქვა 17 მწვრთნელი აი ამ კვალიფიცირებული მაღალი დონის მწვრთნელების არსებობის შემთხვევაში უკვე სხვა მწვრთნელები ეცოდინებათ რომ ისინი არიან სამაგალითოები და ის ყველანაირად შეეცდები რომ გადაიღონ მათი მეთოდოლოგია, მათი მიდგომები, მათი საქციელი. აი ეს სისტემაც მნიშვნელოვანი იქნება სხვათა შორის აკადემიები ხა კიდე სხვადასხვა აკადემიები გვემატება სხვადასხვა კლუბების და გასათვალისწინებელია ეს ფაქტორიც. ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში ვერ მუშაობენ ისე ზოგადად კიდე საქართველოს მასშტაბის დონეზე ვამბობ სოფლებისა და რაიონების დონეზე ყველა მწვრთნელმა თავის თავზე არ მიიღოს რა თქმა უნდა ბევრია სამუშაო ამ მხრივ რომ ის გადავამზადოთ ის რამდენიმე მწვრთნელი თქვათ თითო სოფელში თქვათ ერთი რო იყოს გადამზადებული და აი ეს ხელშეწყობა გადამზადებაში კლუბა უნდა გამოიჩინოს ეს ინიციატივა აი თითო სოფელში ერთი გადამზადებული მწვრთნელი რო იყოს თუნდაც საქართველოს დონეზე გადამზადებული ან თუნდაც მცირე ხნით უცხოეთში გაშვებული აი უკვე იმას მიბაძავს ყველა ის იქნება რაღაც მაგალითივით ასე ვთქვათ იმ სოფლის მწვრთნელების მაგალითად რაიონის მწვრთნელის მაგალითად აი ეს აი ამ სისტემას უფრო ხედავ რომ იმიტომ რომ რეალურად ახლა ყოველ მწვრთნელთან ვინ უნდა მივიდეს და ვინ უნდა აუხსნას რომ ეს რაღაც შეცდომები აქვს ესეთი აი ცით რა მაინტერესებს რამდენად პროცენტულად თუ შეგიძლიათ რა გითხრათ, აი რამდენად დიდ განსხვავებას მოგცემს თუნდაც აი მსგავსი გადამზადება რაღაცა აი მენტალურ ნაწილზე მუშაობა აი საქართველოს ასე ვთქვათ ავიწინა ჩემპიონატი ნაკრები არ აქვს მნიშვნელობა ის საქართველოში ქართულ ფეხბურთს რამდენად გაზრდის აი ეს მენტალური მხარეზე აქცენტის გაკეთება და უფრო მეტი დროის დათმობა. მე ვფიქრობ ხარისხი გაიზრდება იქიდან გამომდინარე ნახეთ ახლა როგორ არის ეს ყველა ვინც შედარებით განვითარებულია და ასე ვთქვათ გადამზადებული შეიძლება ითქვას ლიცენზიების დონეზე მწვრთნელები ისინი ცდილობენ რომ მინიმუმ 19-ს ჩაუდგნენ სათავეში ან კლუბებში იყვნენ უმაღლეს ლიგაში და მეორე ლიგაში. ანუ თითქმის არავინ არ ცდილობს რომ ბავშვთა ფეხბურთში დაიწყონ მუშაობა. თითქმის არავინ არ ცდილობს და ესეთი პრეცედენტებიც რომ გამოჩნდეს რომ ბავშვთა ფეხბურთში თქვათ ვიღაცა უცხრა ჩაიბარა U10 ვიღაცა U12 ჩაიბარა ესეთ მაღალ კვალიფიციურმა მწვრთნელმა უკვე ეს გადამდები ხასიათის აღმოჩნდება. ხელფასი შეგაწყვეტებთ ცინცადად ხო ანუ ხელფასი სახელდება ხო. ხო აი ხელფასი სახელდება და ხო შეიძლება ესეთ სისტემა დავნერგოთ რომ თქვათ ოღონდ ეს მათი სურვილიც უნდა იყოს თვითონ მწვრთნელებსაც ესეთი ტენდენცია აქვთ რომ თუ ის ხელფასი შეუნარჩუნდებათ რაც დიდ კლუბში აქვთ
იმ ხელფასით საბავშვო ფეხბურთის განვითარების მის რაღაც ესეთი პრეცედენტები თითოეულლა რო დაინერგოს სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა უბრალოდ კლუბებში ეს ძალიან გაზრდის. აი თითქოს ის არის რა, რომ აი მე რა მინდა ბავშვთა ფეხბურთში და ანდოს ბავშვთა ფეხბურთი რომ მივხედოთ, აი ეს პატარ-პატარა ესეთი ჩანერგილი, ასე ვთქვათ, ცოტა ესეთი მაღალკვალიფიციური მწვრთნელებით ქვედა ასაკებში ძალიან დიდ შედეგებზე გავავთ, იმიტომ რომ თან ისინი სამაგალითოები იქნებიან სხვა მწვრთნელებისთვის იქვე, იქ მომიჯნავე ასაკებში. თან თვითონ პირადად მის ხელში ხო გამოივლის ის ბავშვი ის ერთი წელიწადი და ის ძალიან მაღალ განვითარებას მისცემს იმ ბავშვს. და იმ უკვე ბავშვსაც ეცოდინება რა არის განვითარება, რა თუ გართობის ასაკია, ის გართობა რა არის, გართობა ეცოდინება რა არის და ის სიამოვნების მიღება ეცოდინება რა არის. ასე ვთქვათ, აი ეს ხისტად არის ეს საკითხი, რომ ჩვენ მაღალი კვალიფიციური მწვრთნელები ვართ, 19-ზე დაბალი არ შემომთავაზოთ. აი მათი მხრიდან ეს სიხისტია. და დიდ ფეხბურთში არიან და აზარტში არიან, ასე ვთქვათ, თავიანთი მიზნები აქვს, თავიანთი ხელფასები, თავიანთი გეგმები აქვს. გასაგები. ახლა ძირითადად ასე ვთქვათ, პატარა ბავშვებზე და ასე ვთქვათ, ბავშვთა ფეხბურთზე შეუბრალოდ. ბოდიში აი რაღაცა თითქოს პატრიოტული საქმესავით გამოვა ეგრე რომ გაკეთდეს, რომ ვიღაცამ ეგ ინიციატივა გამოიჩინოს და ჩამოვიდეს დაბალ ასაკში. და გაწვრთნას დაბალი ასაკის გუნდი თქვათ მაგალითად გაწვრთნას U12 ვიღაც მაღალკვალიფიციურმა მწვრთნელმა. კარგი იქნება ნამდვილად. მაყურებლისთვის კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს, რადგან ასე ვთქვათ ძირითადად მაინც ვისაუბრეთ ბავშვთა ფეხბურთზე და მასაკობრივ ეტაპებზე უფრო მაღალ ასაკში, აი თქვენი გამოცდილება რომ გაუზიაროთ მაყურებელს, აი მაგალითად ვამბობ, თუ თანამშრომლობთ დღეს თუნდაც აი ან საქართველოს ნაკრების რომელიმე ფეხბურთელთან ან დინამოს პირველი გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელ ან თუნდაც შეიძლება სხვა ასე ვთქვათ კლუბში თამაშობდეს, მაგრამ უკვე დასრული ასაკის ასე ვთქვათ ფეხბურთელი იყოს. კი, რა თქმა უნდა. და რამდენად ასე ვთქვათ საჭიროა ხშირი ეს ურთიერთობა ამ ასაკში უკვე გეტყვი პასუხებ დიახ. კი, რა თქმა უნდა, მე ურთიერთობები მაქვს ანუ სესიებს ვატარებ პირველი დინამოს პირველი გუნდის ფეხბურთელებთან უფრო შედარებით იშვიათი ხასიათით ასაკში შესული ფეხბურთელებთან ეს ამას ვაკეთებ იშვიათი სიხშირით, ხოლო აი ვინც აკადემიიდან ამოიწევა ხოლმე ან 19-დან ან დუბლებიდან, დინამო 2-დან, ასეთ ფეხბურთელებთან რა თქმა უნდა მაქვს სესიები პირველ გუნდში. და რაც შეეხება რამდენად საჭიროა წეღან აღვნიშნე რომ რამდენიმე წუთის წინ რომ აი აქ მარტო პრობლემების გადალახვაში მენტალობის მწვრთნელი არ უნდა ეხმარებოდეს ფეხბურთელს, ანუ ფეხბურთელს უნდა ეხმარებოდეს ამავე დროს ეს მეორე მიმართულება განვითარებაში და შეიძლება იყოს ფეხბურთელი 28 წლის, 29 წლის ძალიან კარგი კარიერა და იმ მომენტში გუნდში საუკეთესო იყოს. ისიც თვითონ უნდა ცდილობდეს და არ უშვებდეს შანსს აქტიურობდეს მენტალობის მწვრთნელთან ურთიერთობაში. რომ რაღაც ისეთი კიდე დამატებით ისეთი მეთოდოლოგია, ისეთი საკუთარ თავზე მუშაობის ნიუანსები დაინახოს, აღმოაჩინოს და დატესტოს მე ყოველდღიურ ცხოვრებაში. თამაშზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ მაგასაკში უკვე ვარჯიშების მიმართ მიმღებლობა მაღალია უკვე 27, 28, 29 წლის ფეხბურთელისთვის და უკვე ძირითადად ცდილობს ის თამაშზე გადმოიტანოს მაღალი ხარისხი და შეიძლება ამ ასაკშიც მუშაობა განვითარებაზე. და არა მაინც პრობლემას რატო ველოდებით, რომ აი პრობლემაა და ასაკია, საქართველოს ესეთი მიდგომა, 25 წლის ფეხბურთელს რა თქმა უნდა ის უკვე ჩამოყალიბებულია პრობლემაა, კი შეიძლება რაღაც წარსულში ქონდა პრობლემა, მაგრამ ყველაფერი თვითონ გადაალახა და ეხლა უნდა იმუშაოს თავისთვის, თავის თავზე. ესე არ არის. რაც უფრო იქნება კიდე მეტი ფოკუსირებდა რაც შეეხება ეროვნული ნაკრების წევრები, კი რამდენიმე ეროვნული ნაკრების წევრთანაც მაქვს სესიები. უფრო დაბალი ასაკის 23-24 წლამდე ასაკის ფეხბურთელები არიან. და აი მაინც ეს მითი არის რა მოკლედ საქართველოში რომ აი 25-24 წლიდან ფეხბურთელმა ყველაფერი იცის. ახლა შეიძლება ბევრმა თქვას, აი მინდოდა მეთქვა რომ რაში ჭირდებათ მენტალური მწვრთნელი, თუ ნიჭიერია და შეუძლია თამაში, ითამაშებს, მაგრამ საუბრობდით რომ მეც სმენი ახლა რომ გითხრათ რომ ბევრი მოვიტყუები, მაგრამ რაღაცა ზედმეტი სტრესისა და რაღაცის გამო ან საერთოდ თავი გაუნებებია
ბურთისთვის ან რაღაცა სხვა ისეთი პრობლემა ქონია, რომ რაღაცა აღარ არის დღეს დავუშვათ ვამბობ პროფესიონალი ფეხბურთელი ესე რომ ვთქვათ რა. ერთი მინდა კიდე ასევე ამდენად შეძლებთ რომ ვიპასუხოთ საქართველოში გულშემატკივრობა ვიცით ორი უკიდურესობა ან მთელი არსებით და მთელი გულით ხარს უჭერთ ან მთელი არსებით და მთელი გულით ვაგინებთ. საქართველოს ჩემპიონატში სამწუხაროდ ხშირია რაღაც ეს აგრესიული გულშემატკივრობა. მესმის განაწყენებული რატომაც არის გულშემატკივარი და მაგაში ესე ვთქვათ კლუბების და თვითონ ფეხბურთელებიც ხვდებიან, თუმცა ამ უკმაყოფილების გამოხატვის ფორმები არსებობს, ხო? აი თქვენი ესე ვთქვათ დაკვირვებით და ან თუ გქონიათ რაიმე კონკრეტული მაგალითი საქართველოს ჩემპიონატიდან გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად ახდენს გავლენას გულშემატკივრის აი ესეთი აგრესიული ასე ვთქვათ დამოკიდებულება ფეხბურთელებს მიმართ. ფეხბურთელებზე, პატარა ასაკში უფრო ელემენტარულად აი დიდ ასაკს რო თავი დავანებოთ და ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს ასე ვთქვათ, ან ნაკრების თამაშებს, ან ახალგაზრდული ნაკრებების თამაშებს. აი თუნდაც ბავშვებში თავიდან რაღაც ემოცია ჩნდება მაყურებლის დანახვაზე პირველად, მაგრამ ეჩვევა, შეიძლება რაღაც 15-16-ით იყოს შემთხვევები, რომ თქვათ, ცოტა რაღაც ვიღაცის, რაღაც არადის ესეთი არაზომიერი ქცევებით დაითრგუნოს ბავშვი, თქვათ, გასვლაზე იყოს სათამაშოდ ჩასული რომელიმე რაიონში, თქვათ, ერთი რაიონიდან მეორეში და ეს რაღაც გარკვეული გავლენებს შეიძლება ახდენდეს და თრგუნავდეს ბავშვს, მაგრამ არა იმდენად რომ ამან რაღაცა გამოიწვიოს შემდგომ შეშინება რაღაც მისი თუ მოწოდების სიმაღლეზე დგას მწვრთნელი და მშობელი, ეს მაყურებლების ფაქტორი არც ბავშვი, დიდებზე აღარც ალაპარაკი, ბავშვებზეც კი არანაირი ისეთ ტოქსიკურ გავლენას არ ახდენს. არა ის თვითონ ასე ვთქვათ შეიძლება ერთხელ ორჯერ სამჯერ რაღაც დისკომფორტი აგრძნობინოს, მაგრამ თვითონ გამოუმუშავდება ბავშვობის ასაკშივე 15-16 ასაკშივე გამოუმუშავდება ამასთან დაკავშირებით თავისი სწორი დამოკიდებულება ამას გააკეთებს უმეტესობა 10-დან 8 ფეხბურთელში, შეიძლება ერთ-ორს დაჭირდეს წახმარება ამ საკითხში. ხო, ეს რატომ ვიკითხე, რომ აი ხა საქართველოს ჩემპიონატში სამწუხაროდ ხშირია, როდესაც ვესწრები ხოლმე თამაშებს, ანუ სტადიონი და რაღაცა ეს ტრიბუნა მეორე ადგილას ძალიან ახლოს არის და აი პირდაპირ სახელით და გვარით რაღაცა გინება და მე ხშირად მიფიქრია, რომ აი რაღაც ბავშვი შეიძლება ცუდი პასი გააკეთოს და რა თქმა უნდა არავის არ თვითონ იმ ადამიანს არ უხარია, ხო, არასწორ პასს რო აკეთებს ან ასე შემდეგ, მაგრამ ანუ თან გინება ვიცით ისეთი რა ქვია. კი, გეტყვით. და ყოველთვის მიფიქრია ფსიქოლოგიურად ახლა რომ წარმომიდგენია, მე რო ვთამაშობდი და ვიღაცა იქ მეთქეს ესე მაგინებდეს, აი როგორ უნდა ვიფიქრო, ან ვითამაშო საერთოდ იქ ფეხბურთი და მithumetes შეიძლება იყოს მე-5 წუთიდან დაიწყო გინება და 90 წუთი გინებაში უნდა გავატარო და ამდენად რთულია ხო? კი, გეტყვით, მაგაზე, ანუ რა თქმა უნდა ეს მეთოდიც არის არაკეთილსინდისერი მაყურებლების მხრიდან რომ მსგავსი ნეხე შეუქმნან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს და ზოგიერთ ფეხბურთელთან მიმართებაში გამოსდით კიდეც, მაგრამ მეტწილად ხა უმეტესობა ფეხბურთელებს ეგ გამომუშავებული აქვთ, ეგ წინასწარ შეიციან და ასე ვთქვათ ეს გადახარშული აქვთ ეს მაგრამ თუმცა რაღაც კონკრეტული ემოციურ მომენტში შესაძლოა იმოქმედოს ზოგიერთ ფეხბურთელთან მიმართებაში და შეიძლება მათგანაც იყოს ეს რეაქცია ევროპულ ფეხბურთშიც ხდება ეგეთ შემთხვევები ვარსკვლავებსაც მოსვლიათ რომ რაღაც მომენტში შეიძლება წყობიდან გამოვიდეს ეგეთ შემთხვევა აი თქვათ ჯაბა კანკავაზეც იყო ეროვნულ ჩემპიონატში მაგრამ რამდენი თქვათ ჯაბამ თქვა სხვა შემთხვევები მოითმინა და თქვათ პროფესიონალურად გადალახა მაგრამ იქ რაღაც ის მომენტი ესეთი დაემთხვა რომ ნუ მოხდა ესეთი რაღაც ერთჯერადი ეგეთ შემთხვევა და ეგეთ შემთხვევებისგან არ ვარ დაზღვეული შეიძლება ფეხბურთელებმა ზოგიერთ შემთხვევაში ვერც კი გაუძლონ და საფასუხო რეაქცია გამოხატონ ასე ვთქვათ ან რაღაც ჟესტით ან რაღაცით ნუ შესაძლოა შეიძლება მოხდეს ეგეთი რაღაც კიდე არაერთი და ასევე თვითონ სურო რეაქცია არ გამოხატოს და შიგნით დაიძაბნონ და რაც ხარისხზე შეიძლება აისახოს თამაშის ხარისხზე გარკვეულწილად რაღაც პროცენტული ნაწილი შეიძლება ზოგიერთ ფეხბურთელებთან მიმართებაში ესეთი რაღაცაც
ხდება და მოხდეს. ეს ბუნებრივი რამ არის, მაგრამ ისე რომ ძალიან აი ყოველდღიურობაში, ყოველ თამაშზე რომ ერთ-ერთი ფეხბურთელთან მიმართებაში ეს იყოს რაღაცა გადაულახავი პრობლემა, ეგ იმდენად დიდი არ არის. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირიქითაც არის, როდესაც მაღალია დასწრება და გულშემატკივრობა, ასე ვთქვათ, ისეთია ომახიანი, მაგდროს პირიქით მენტალურადაც, ფსიქოლოგიურადაც უფრო შეიძლება სულ დაავიწყდეს ყველანაირი პრობლემა და მაყურებლის ეგეთი შემთხვევაც არაერთი გვინახავს. კი, იმ ფონმა ასე ვთქვათ, ის ფონი ის დიდი ბევრი მაყურებლების განცდამ იმ რაღაც აზარტის შეგრძნებამ, ასე ვთქვათ, გადაფაროს ის რაღაც ვიღაცა ცალკეული პიროვნებების შეძახილები, შეურაცხყოფელი შეძახილები, საერთოდ არ მიექცეს ყურადღება და ყურადღება იქნეს გადატანილი ამ ფეხბურთელების მხრიდან აი ამ სიმრავლეზე, რომ აი ამდენ ხალხში გამოდიან სათამაშოდ, თუნდაც ვთქვათ გასვლაზე სტუმრად, სადაც ეს გულშემატკივრები ვთქვათ 95% არის მოწინააღმდეგის და აი ამან პირიქით დადებითად იმოქმედოს არაერთ მათგანზე, ესეც გარკვეული პროფესიონალიზმის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა ეგ ცოტა ოდნავ მაინც ეს შედარებით უფრო რთული ხარ რასაც ვეხებით აი ამ მომენტში რაც თქვით, დიდი რაოდენობის მაყურებელი თუ ესწრება თამაშს, აი მან ცოტა წნეხში უფრო მეტი რაოდენობის ფეხბურთელი ექცევა. ხო, ეგ ფაქტორი ეგეც უთქვამთ პოდკასტში არაერთხელ, რომ პირიქითაც ყოფილაო, რომ ანუ როდესაც გავსულ ვარ სტადიონზე, ბევრი გულშემატკივარი რომ უცბად და დაბნევა. კი, დიდი ნაწილი, თუმცა კიდევ იმერ ფარი მცირე ნაწილი პირიქით ამ ეგ ხალხის დიდი რაოდენობით დასწრების შემთხვევაში უფრო კარგ ხარისხს დადებს. იმ 11 კაცი შეიძლება იყოს ესეთი 2-3-4, სტატისტიკურად თუმცა შეიძლება რაღაც კონკრეტულად რომელიმე თამაში შეიძლება 11-ვე აინთოს პირიქით აი ამ ყველაფერზე. აინთოს დადებითი გაკუთხით. მე უბრალოდ სტატისტიკურად ვამბობ, რომ აუცილებლად არიან გუნდში 2-3-4 ისეთი ფეხბურთელი, რომელიც პირიქით უფრო ამ ხალხის სიმრავლე, მოწინააღმდეგე გუნდის მაყურებლების სიმრავლე მათზე დადებითად მოქმედებს. ხო, ამიტომ ჩემი აზრია და სურვილია შევაჩვიოთ ფეხბურთელებს ბევრ გულშემატკივარს და შემდეგ ეგ პრობლემაც, ესე ვთქვათ, ეგ პრობლემა მოუხსნათ ჩვენ თავად. ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა მაყურებელს ვთხოვ ხოლმე დასვან კითხვები. სამწუხაროდ ბევრი შეკითხვა არ იყო და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ჩემი აზრით ის, რომ დანამდენი ადამიანს მოწერა ვერ მიხვდნენ სამწუხაროდ მენტალური მწვრთნელის რა უნდა ეკითხათ, იმიტომ რომ არ იცოდნენ რას აკეთებს მენტალური, რაზე არის პასუხისმგებელი. რამდენიმე კითხვა იყო აკადემიასთან დაკავშირებით ამაზე, ასე ვთქვათ, ბევრი ვისაუბრეთ, აღარ წავიკითხო უბრალოდ ერთ და იგივეზე აღარ მოგვიწია საუბარი, ეს უბრალოდ აღვნიშნე იმისთვის, რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე მიხვდებიან რა მნიშვნელობა აქვს მენტალურ მწვრთნელს და დროთა განმავლობაში უფრო მომრავლდება, ესე ვთქვათ, მენტალური მწვრთნელებიც საქართველოში. აქვე ერთს გთხოვთ ნებისმიერი სირთულის კითხვა დაუსვათ მაყურებელს და პირველი სამი ადამიანი, რომელიც უპასუხებს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, საჩუქრად გადაეცემა სიმბოლურად ბურთი. ვინ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ანუ 1991 წლისდან. გასაგები. წარმატებებს ვსურვებ მაყურებელს. და ბოლოს ესეთი კითხვა მექნება მე, თქვენი დაკვირვებით, მენტალურად რამდენად დიდია პრობლემა საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებში. აი, იმიტომ ხშირად არის ხოლმე საუბარი, თუნდაც აი ევროტურნირებზე, რომ რაღაცა არ გვეყო მენტალურად არ იყვნენ ფეხბურთელები რაღაცისთვის მზად. ძირითადად უფრო ევროტურნირებზე რომ იდგება საქმე, მათ ესე ვთქვათ, ხმარობენ ხოლმე ამ მენტალურ სიტყვას და თქვენ დაკვირვებით, როგორ არის საქართველოში ეს მენტალური მდგომარეობა? უშუალოდ ეროვნულ ჩემპიონატთან მიმართებაში. ეროვნულ ჩემპიონატის თამაშებს ისე აქტიურად უყურებ ხოლმე და არის გარკვეულწილად მენტალობის პრობლემები ევროტურნირების დროს განსაკუთრებით სხვა შორის კი სწორად აღნიშნეთ, თითქოს რაღაც ნავსივით აი ვერ გავტეხეთ ნავსი, აი ეს წლების განმავლობაში თან ამაზე მუდმივად საუბარი რომ მიდის, რომ აი არ გამოგდის, აი ეს თითქოს უფრო ნეგატიურად მოქმედებს, გარკვეულწილად ეს ფეხბურთელები სხვა ამას ისმენენ, თითქოს რაღაცა შეუძლებლად მიაჩნიათ. არდა რეალურად რო შევხედოთ ეს მართლა კი გასაგებია, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონე დაბალია და არ უნდა ვიყოთ ის რაღაც 59 ადგილზე. ეგ შედეგის მიხედვით არის დათვლილი 59 ადგილი, მაგრამ
რეალურად ხა კონფერენს ლიგის და ევროპის ლიგის უფრო განსაკუთრებით კონფერენს ლიგის რამდენიმე საფეხურის გავლა და თუნდაც ჯგუფში შესვლა არ უნდა იყოს სასწაული გამომდინარე იქიდან რომ ბევრმა ისეთმა ქვეყნებმა ეს გააკეთეს თუნდაც გიბრალტარმაც გააკეთა და ეხლა სომხურ კლუბზე აღარ ლაპარაკობ და ფაქტიურად თითქოს რაღაცა ფსიქოლოგიურიც ემატება გარდა რაღაც სხვა ფაქტორებისა და იმ სხვა ფაქტორებზე მთავარი მწვრთნელები ამახვილებდნენ ყურადღებას ეხლა სხვადასხვა ერთ-ერთ ფაქტორად ისიც დასახელდა რომ რაღაც თითქოს გუნდი იცვლება ნაწილობრივ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს და მე თან ერთის მხრივ რო შესვენება და ამოვარდნილები არიან ფორმიდან კლუბები ერთის მხრივ მეორეს მხრივ ეს ქართულ კლუბებზე ვამბობ და მეორეს მხრივ კიდე ეს შემადგენლობითი ცვლილებები გადინება ხდება ვიღაცები მიდიან საერთოდ კლუბი ვერ ინარჩუნებს იმ ფეხბურთელებს და მოდიან ახლები აი ეს მიზეზი სახელდება ხოლმე მენტალურის სუბთა ფაქტობრივი მიზეზი რა რომელიც რა თქმა უნდა მენტალობასთან მე კავშირშია მენტალურად ვეღარ დგება გუნდის ერთიანობა თითქოს იკარგება მაგრამ პლუს აი წმინდა წყლის აი მენტალური და სხვა რო არაფერი არ არის წმინდა წყლის მენტალურ ფაქტორს ერთ-ერთს ალბათ მაგას დავამატებდი რომ რაღაცა ურწმუნოებაც გაბატონდა რაღაც ასე ვთქვათ ყოველ ზაფხულს რომ აი ჩვენ ვერ დავძლევ ჩვენ რაღაც თითქოს დაუძლევლად არის არ და რეალურად არ არის ესე არ ვლაპარაკობ ჩემპიონთა ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაში შეიძლება პირველი საფეხური გაიარო, ნუ რაღაცა საკმაოდ მაღალ ხარისხში თუ გაგიმართლა პლუს კენჭისყრაში მეორე საფეხურიც კი გაიარო, მაგრამ მეორეს მერე კიდე ორი გასავლელ, მაგრამ მერე უკვე ძალიან რთულია და დონის კლუბების გავლა მართლა ძალიან ძნელია, მაგრამ ევროპის ლიგის დონეზე და განსაკუთრებით კონფერენს ლიგის დონეზე ამ საფეხურების გავლა და ჯგუფში შესვლა ფიქრობ, რომ ჩვენი დონის ჩემპიონატსაც უნდა შეეძლოს. და აი ამას ერთადერთი ამას ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმ მენტალური პრობლემებისა, რაც აქვთ ცალკეულ ფეხბურთელებს კლუბებს, მაინც არის შესაძლებელი. მაინც ის მიზეზები ხომ თავმწვრთნელებმა დაასახელეს, წეგან ერთ-ერთი ვახსენის თავარი მიზეზი, რომ გადინება და შემოდინება გუნდის თან ეს პაუზა ის მაშინდელი ასე ვთქვათ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფორმატით გათვალისწინებული ის შესვენების პერიოდი, მიუხედავად მაგისა და მიუხედავად იმ სხვა მენტალური პრობლემებისა, ეს არის რეალურად შესაძლებელი და აი ეს უფრო აი რაღაცა რწმენა, რომ შეგვიძლია, აი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნებოდა რა. მიუხედავად ყველა მიზეზების. შეგვიძლია მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ამაზე აქცენტი, რომ კონფერენს ლიგაში შეგვიძლია შესვლა საერთოდ ჯგუფში. ხო, იმედია გულშემატკივარსაც ეს დამოკიდებულება აქვს გულშემატკივარსაც ისე ყოველ წელს რომ აი წელსაც ვერაფერს ვერ ვიზამთ და ვფიქრობ რომ მაინც ხო ასაც თქვენ ამბობთ აქედან გამომდინარე გავლენას მაინც ახდენს და ჯობია პირიქით ვთქვათ რომ იქნებ კი არა ახდენს გავლენას რომ აი ვერ შევდივოთ ყველა გადაცემაზე ხო გულშემატკივარი თავისთავად მაგრამ აი თვითონ ეს გადაცემებიც რომ აი გასაგებია ხა კვლევა მიდის და კითხვების დასმა და მე არ ვამბობ რომ ეს კითხვა არ დაისვას რომ აი რატო ხდება რომ ეს რომ ყოველ წელს ვერ გავდივართ მაგრამ რაღაცნაირად მაინც საბოლოო ჯამში ეს რაოდენობა გადავიდა ნეგატიურ ხარისხში რომ აი რა თითქოს ურწმუნოებაში რომ აი ვერ ხო თითქოს აი ძალიან ძნელია და თითქმის შეუძლებლის კატეგორიაში აღიქმებოდა არ არის კონფერენს ლიგის ეგ გუნდები იმ დონის რომ აი ხა რომ მონაწილეობდეს მაგალითად საქართველოსთან ერთი გუნდი მარტო 4-ის მაგივრად შეიძლება უცებ იმ კონფერენს ლიგაზეც ისეთი შეხვდეს იმ მესამე ეტაპზე ან თუნდაც მეორე ეტაპზე რომ ვერ გადალახო ეს ბარიერი მაგრამ ხა 4 კლუბი რომ მონაწილეობს 4-ივეს რო შანსი აქვს იმ კონფერენს ლიგაზე რაღაც შედეგი დადოს 4-დან სრულიად შესაძლებელია ერთი გავიდეს ასე ვთქვათ გაძრესაც ვერ ვიტყვი სიტყვა გავიდეს უბრალოდ გავიდეს ჯგუფში გავიდეს და ერთსაც კითხავთ რადგან თქვენ ახსენეთ ახლა რომ ანუ ისეთი ქვეყნები გავიდნენ თუნდაც კონფერენს ლიგაზე ევროპა ლიგაზე ყავთ მენტალური მწვრთნელები თუ გაქვთ ინფორმაცია თუ მარტო ეს მენტალური მწვრთნელები ერთად უფრო აი ტოპ 5 ჩემპიონატში ან რაღაცა ტოპ 10 ჩემპიონატში რაღაცა უფრო განვითარებული არის მენტალობის მწვრთნელები უფრო აი განვითარებულ ასე ვთქვათ ლიგებში თუნდაც აი ფეხბურთს თავი დავუნოთ აი კალათბურთში ვთქვათ NBA-ში არის ეს ევროპის წამყვან
კლუბებში, საკალათბურთო კლუბებში, წამყვანებში და რა თქვათ ისეთ ქვეყნებში, რომელიც უფრო ფინანსურად სუსტია და თან განათლების დონითაც სუსტია. ასე ფეხბურთში რო გადმოვინაცვლო, ეხა ალბანეთში არ მგონია რომ მენტალობის მწვრთნელები არსებობდნენ. და სომხეთშიც არ მგონია მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ფეხბურთი განვითარების გზას ადგას. აზერბაიჯანში სავარაუდოდ იქნება. თურქეთში რაღაც შეიძლება მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც თურქეთში იქნება. თურქეთში ნამდვილად იქნებიან. უბრალოდ ეს მენტალობის მწვრთნელი როგორი პიროვნებაა, იცით? როგორი ადგილია უფრო სწორედ კლუბში ან ნაკრებში. აი, რო არ ჩანს დაფარულია და მასზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს, მაგის სახელი და გვარი არავინ არ იცის. და როგორც ინდივიდუალურ დონეზე თქვა ცალკეული ფეხბურთელები რომ მუშაობენ ის რო ახსენე თქვა იგივე სოფლიოს ორი დიდი ლეგენდა რონალდო და მესი იმათ ხო თავის ინდივიდუალური მენტალობის მწვრთნელები ყავთ პლუს კიდე კლუბშიც ყავთ ხო და ეხლა კლუბში რო ვინც არის არაერთი და ეხლა რაოდენობით თუ გინდა ჩვენ ფონს გავიდეთ ეხლა რაოდენობაში რას გულისხმობ ჩვენ თორე დიდი რაოდენობით მოსახლეობის დიდი ნაწილი ფეხბურთზე შემოდის ბავშვები შემოდიან დიდი რაოდენობით და ამ დიდ რაოდენობაში მაინც რაღაც ხარისხზე გავალთ ეგ სწორი მიდგომა ვერ იქნება იმიტომ რომ დიდ რაოდენობაზე მასე ჰქონდა აქცენტი იაპონიას აზიის არაბულ ქვეყნებს თქვათ საუდის არაბეთი იქნება თუ სხვა ქვეყნები რომ აი ამ რაოდენობაში რაღაცა ხარისხი ხო გამოვა მაგრამ მიხვდნენ ისინი იმას რომ არ გამოდის ეს რაოდენობაში ხარისხი, იმიტომ რომ გენეტიკაც უნდა მოყვებოდეს და თან კიდე სპეციალიზაცია გჭირდება რაღაც თემებში. აი მე რო ვახსენე, ის ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური, მენტალური, ნუტრიციოლოგიაც ვახსენე დამატებით და ვიდეო ანალიტიკა. აი ამ მიმართულებებში რომ სპეციალისტები მოიყვანეს უცხო ქვეყნებიდან, იაპონიამაც, საუდის არაბეთმაც შედეგებიც არ დააყონა, როგორც მათ ჩემპიონატებში, პლუს ასევე თანხებიც ჰქონდა და ფეხბურთელები იყიდეს, რა თქმა უნდა, მაგასაც ვერ უარყოფ. ძვირადღირებული ფეხბურთი, მაგრამ ამ მიმართულებითაც თავიანთ აკადემიებში, მაგათაც აკადემიებში განვითარება მოახდინეს ამ რამდენიმე მიმართულებით. ხო, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით საჭიროა. აი უბრალოდ აი ფეხბურთი არ უნდა იყოს ესე დანახული, რომ აი ბევრი ფეხბურთელი შემოვიდა, რა კარგია, ფეხბურთის ქვეყანა ვართ. დრიბლინგები შეგვიძლია, აი კაცის მოტყუება თუ ქართულს კაცის მოტყუება შეუულია და ესე იგი всё მაგრები ვართ ყველაზე. არა, ეგრე არ არის. კომპლექსური და სისტემური მიდგომა. კომპლექსური სისტემური მიდგომით, ანუ ის ინსტიტუტები გავაძლიეროთ ის რაოდენობა შეიძლება არ იყოს მაგდენი ასე აქცენტი რაოდენობაზე რომ ან ბევრი შემოვიდეს რომ არ იყოს მაგაზე შეიძლება ვიღაცა მე წავიდეს იქიდან სხვა სპორტზე გადაინაცვლოს ფეხბურთიდან წეგნალ მაგალითი მოვიყვანო მიხვდეს ბავშვი 9 წლის ასაკში 10 წლის ასაკში მაქსიმუმ 11 წლის ასაკში გადავიდეს სხვა სპორტში არ არის ტრაგედია ჩვენ რაოდენობაზე არ უნდა ვიყოთ ესე ჩაციკლულები ხარისხი რომ ეს ინსტიტუციები რომ განვითარდებიან რა იაპონიის მაგალითზე და თქვა საუდის არაბეთის აკადემიების მაგალითზე უფრო შედეგიც არ დააყოვნებს, იმიტომ რომ ის ბავშვები ხომ ვერ გაიზრდებიან და რაღაც თაობები მოვლენ, რომ უკვე მათი და ისედაც მაგ სამხრეთ კორეამ, იაპონიამ რაღაც შედეგი ხარისხობრივად ნაკრებებმა, თუნდაც იმ საუდის არაბეთს რაღაც შედეგები დადეს, განსაკუთრებით იაპონიამ და სამხრეთ კორეამ. აი იმ კომპლექსური სისტემური მუშაობით, რაც გააკეთეს ბავშვთა ფეხბურთიდან მოყოლებული იმ სპეციალისტების მოწვევის საფუძველზე და მე საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა თვითონ ადგილობრივი სპეციალისტებიც იქ ჩნდებიან რომლებიც და ასე ვთქვათ სახელმწიფოშიც არის ის ხელშეწყობა ხა ჩვენთან საქართველოში ხო არა რაღაც ფაკულტეტები იყოს ან სპეციალობები აი ამ მენტალობის ხაზით სპორტული ფსიქოლოგია განავითარონ ძალიან აი ეს ფიზმომზადების კუთხით რომ ამბობ რა ცოტა სპეციალისტი ეს ამ მიმართულებითაც მოხდეს რაღაც ეხა ძალიან გამიხედა ამ ბოლო პერიოდში რაღაც ცენტრები დაემატა ფიზმომზადების ერთი-ორი ახალი ცენტრის შესახებ გავიგები გამომიგზავნეს ვიდეოები. ნახე და ძალიან ხარისხიანი, კარგი რიში რომ გაწყვეტენებთ, როგორც ვიცი, ისიც ემატება, ხო? ბავშვთა დაცვის კი. დინამოს აკადემია მაქსიმალურად ცდილობს რა ეს ინსტიტუციები განავითაროს და ბავშვთა დაცვის ბავშვთა უფლებების დაცვის ოფიცერი სექტემბრიდან გვეყოლება რომ დაიცავს ასე თქვა რაღაც გადაცდომებისგან როგორც მშობლებისგან ის ადგილ რაც თვალხილული იქნება და ყურით
ყურით გასაგონი, როგორც მშობლების, იმიტომ რომ არის შემთხვევები, რომ მშობლების რაღაც გადაცდომები აქვთ, იქ შეიძლება იქ ბავშვს ეჩხუბონ კიდეც დაუყვირონ და ასე შემდეგ და ასევე მწვრთნელის მხრიდანაც არის რიგი შემთხვევებში შეიძლება რაღაცა გადაცდომები უფრო შედარებით რაკლებად ახლა მშობლებთან შედარებით უშუალოდ დინამოს აკადემიასთან მიმართებაში ვამბობ, მაგრამ ზოგადად საქართველოს მთლიანობაში საჭიროა ეს ადგილი, ეს ვაკანსია სარეკომენდაციო ხასიათი აქვს UEFA-ს ქვეყნებზე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, დასავლეთ ევროპაში ეს როგორც სავალდებულო არის, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ოფიცერი უნდა იყოს ყველა აკადემიაში. დასავლეთ ევროპაში ეგრევე. თანდათან უკვე ეს აღმოსავლეთ ევროპაშიც გადმოვიდა. ეს ტენდენცია კი უფრო სწორედ სავალდებულო გახდება რა, რამდენიმე წელიწადში და ეს შემდგომ ეს ვაკანსია უნდა განივრცოს არა მარტო აკადემიებზე, სკოლებშიც რომ იყოს და მე უკვე ეს ინფორმაციულად თუ გავრცელდება საქართველოს მასშტაბით არის ესეთი დამცველი თუ საჭიროა იურიდიულადაც კი სასამართლოს დონეზეც კი რომ ბავშვის უფლებების დაცვა მოხდეს. უკვე მოერიდებენ სოფლებშიც იმებშიც ის გინდა მშობლები ავიღოთ, გინდა მწვრთნელები ავიღოთ იმ ხის და უხეშ დამოკიდებულებებს ბავშვებთან მიმართებაში, რითაც საბოლოო ჯამში ვკლავთ ქართულ ნიჭებს, ასე ვთქვათ, ფეხბურთის ნიჭიერ ბავშვებს რა, გენს ვებრძვის ასე ვთქვათ. გასაგებია. გეთანხმებით მაგ მიმართულებითაც და ყველა მიმართულებით სამუშაო ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ეხლა მაყურებელს ისე რო არ გაიგოს კომენტარების დაწერა გვიყვარს ცოტა ისეთი წარე კომენტარების და შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი მენტალური მწვრთნელები არ ყოლია და მაგიტო ვერ ვახცევ წარმატებას ეგრე არ არის უბრალოდ ერთ-ერთია ფაქტორებიდან რაც ესეც ვისაუბრეთ ესეც უნდა გამახვილდეს ყურადღება და ყველა მიმართულებით ერთად მუშაობით საბოლოო ჯამში აუცილებლად მივახცევ შედეგს და იმედი მაქვს და ძალიან კარგი იქნება თუ ამ პოდკასტს უყურებს ბევრი მშობელი უბრალოდ უნდა ნახოს ბევრმა მშობელმა ეს პოდკასტი, ბევრმა მწვრთნელმა და ბევრმა ფეხბურთელმაც. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, იმედი მაქვს რომ კიდევ მოგვეცემა მსგავს თემებზე საუბარი, იმიტომ რომ მეც ეხლა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ბევრი კითხვა გამიჩნდა და დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც კიდევ უფრო ბევრი კითხვა გაუჩნდება და შემდგომ უფრო ვრცლად და უფრო სხვა თემებზე ვისაუბრებთ. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა მაყურებელს.